მე პარლამენტში ვაპირებ მისვლას, რომ იქ ყოფილიყო კრიტიკული გამოსვლები. მათ ეს არ მოისურვეს, აქ მოვიუძვეთ კრიტიკული ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, უბრალოდ მოქალაქეები. ჩათვალეთ, რომ თქვენ პარლამენტარებმა გაუშვეს ის შესაძლებლობა, დროებით იმედია და თქვენ ეს შესაძლებლობა მიიღეთ. აქ არანაირი წინასწარი გამზადებული კითხვები არ არსებობს, ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ თემაზე. თუ შეიძლება ბატონ პრეზიდენტო, გთხოვთ. მოგესალმებით, პალატა იაკუბაშვილი, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2. ჩვენ მოვისმინეთ თქვენი შეფასებები დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებითაც და ის სიტყვაც, რომელიც თქვენ გუშინ უნდა წარმოგეთქვათ. ამ სიტყვაში საკმაოდ ბევრი იყო საუბარი თანამშრომლობაზე, იმ კოაბიტაციაზე, რომელსაც თქვენ გეგმავდით, როგორც ჩანს. დღევანდელი მოვლენების შემდეგ ღია თუ არა კვლავ კოაბიტაციის საკითხი არსებობს თუ არა კვლავ ეს რესურსი, თუნდაც იგივე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ღია თუ არა ეს საკითხი და რა ნაბიჯების გადასადგმად არის მზად ნაციონალური მოძრაობა და დღევანდელი მოვლენების შეფასებისას თქვენ ასევე გააკრიტიკეთ ძალოვანი უწყებების ქმედება, სამართალდამცველების ქმედება. თუ არ ვწდებით, თქვენ როგორც პრეზიდენტს გაქვთ შესაძლებლობა დააყენოთ თუნდაც იგივე მინისტრის უფლებამოსილების საკითხიც. ხომ არ ისარგებლებთ ამ შესაძლებლობებით? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არასოდეს არც ერთ გარემოებაში დიალოგზე უარი არ უნდა ითქვას და არც ერთ გარემოებაში თუნდაც 9% შანსი რო არსებობს რაღაც მივახციოს, უნდა მივახციოთ. ჩვენ სხვა სამშობლო არ აქვს დღეს უსმენდი გულ მართლასულის სხიულს მანარ მანჯგალაძეს არ ვიცოდი თუ აი რას ნიშნავს მაინც კოჰაბიტაცია ხელისუფლების თავისუფალი გადაცემა, მანაც ადრე ჩვენ უბრალოდ რა უნდა ესაუბრო, დღეს თვითონ ისაუბრა და ყველაზე კარგად ისაუბრა, რაც მინახავს. თქვა რომ ის არსად არაპირებს ამ ქვეყნიდან წასვლას, მისი შვილები აქ იზრდებიან და მას უნდა რომ ეს ქვეყანა იყოს კარგი და ამიტომ ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ დიალოგის. ეს არის ჩემი ღრმა წმენა. რაც შეეხება სხვადასხვა მინისტრების საკითხი დგება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ გვჭირდება დიალოგი პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ჩვენ არ გვჭირდება ეხლა სამხრივი ქმედებები, არც პრეზიდენტის, არც მთავრობის მხრიდან. არც ხელების გადაგრეხები და არც ჩემი პერკეტების გამოყენება, მე ამის წინააღმდეგი ვარ. და უნდა ითქვას, რომ რაც შეეხება კონსტიტუციას. კონსტიტუციას კიდევ ერთხელ მოვერებ. მოხდა არასწორი პრეზენტაცია იმისა, რაზე მიდის ბრძოლა. ბრძოლა მიდის იმაზე კი არა, რომ შესუსტება თუ არა პრეზიდენტის უფლება, შემდეგ რამდენიმე თვეში სრულიად არარეალისტური უფლება, მე ამ დღევანდელ განმოსახედიდან მთავრობის დათხოვნის. ქუთაისიდან პარლამენტის გამოტანა უნდა ქუთაისის მოკლა ამითი და საერთოდ ამ რეგიონალიზმის იდეის მოკლა და ეს არის ძალიან დიდი ისტორიული თემა საქართველოს. ეს არის და პარლამენტის პრაქტიკულად დაქვემდებარებაში მოქცევა მთავრობის გეოგრაფიული სიახლოვე მაგას ნიშნავს, ეს ასე ღიად ითქვა. მეორე პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნების გაუქმება შემოდგომაზე. ამაზე მიდის ბრძოლა. ჩვენ რასაც ვეუბნებით, რომ თუ ამაზე იტყვით უარს და დავაფიქსებთ ასე ევროატლანტიკურ კურსს საქართველოს, რაც მე მგონი დღევანდელ ვითარებაში პრობლემას არ უნდა წარმოიდგენდეს, ის საერთოდ საკითხი არ დგას. ამას არ დგას არც დეკლარატიულ დონეზე, არ დადგება კანონების დონეზე. დღეს და გუშინ რა ხდება? დღეს მიდის სათითაოდ სიარის შედგენილი პროკურატურას ყავს რამდენიმე დეპუტატი, ვისაც ამუშავებენ, შშს ყავს რამდენიმე სხვა დეპუტატი, რომელსაც ამუშავებენ. ეხლა ხალხმა მიცა იმ შემადგენლობას პარლამენტს, რომელიც იყო. ხალხმა ჩვენ ყონდა წინა პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა, მაგრამ მე რაღაც ვერ ვიხსენებ ბევრ შემთხვევაში, თუ მე მახსოვს შემთხვევაში, რომ გაიქცენ უმრავლესობიდან ხალხი, პირიქით გადმობირების შემთხვევაში პრაქტიკულად ვერ ვიხსენებ. იმიტომ რომ გადმობირება საერთოდ არის ძალიან ცუდი რაღაც. თან იმ მეთოდებით და ეს რაც ხდება, რეალურად არის არალეგიტიმური ძალადობრივი მეთოდებით კონსტიტუციის ამოყირაების ძალიან გაუმართლებელი ცდელობა. ამიტომ ეს არ არის ის გზა. მოდით 150 ხმით შევცვალოთ კონსტიტუცია. ჩვენ ხო გავიარეთ დღევანდელი დღეს რაც ვნახე, ძალიან ცუდ ასოციაციებს გძრავს. ეს ხალხი ვინც დღეს იქ დარბო, დღეს მე უნდა წავსულიყავ ქუთაისში. არის დავით აღმაშენების საფლავზე უნდა გავსულიყავით და წირვა იყო. მე ფეკალისტრატე ატარებთ. მითხრეს რომ გელათში სავსეა ეს ხალხი ვინც აქ იყო, ზუსტად იგივე ხალხი, თბილისიდან სამარშრუტო ტაქსებით ჩაყვანილი, რომელიც მელოდებოდა და უნდა იქ შეტაკები. ჩვენ ქუთაისში ერთ შეტაკება უკვე მოგვიწყეს. ხა შეტაკებების ჩვენ ძველი რევოლუციონერები ვართ და ნამდვილად არ გვეშინია, მაგრამ
არ გვსიამოვნებს და არ გვინდა. იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი რა მოყვება შეტაკებას, რა მოყვება დაძაბულობას. მით უმეტეს როცა სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტია. მით უმეტეს როცა ბევრი ძველი კადრი დაბრუნდა, რომელიც საერთოდ ცუდ ასოციაციებს აღწევს 90-იან წლებში უკვე მაშინ ვერ მუშაობდა და ეხლა მით უმეტეს კვალიფიკაცია დაკარგული. ამიტომ ეს ყველაფერი ურტყავს ყველაზე თავარ საფუძველს ქართული პოლიტიკური მასალის, რისგანაც საქართველო აი ნაბიჯ-ნაბიჯ, აი ნელ-ნელა ქსოვეთ, ვაშენეთ, ვაკეთეთ, თითო აგური დავადეთ. როგორც ამ შენობებს ვაშენებთ აქ. და ძალიან მიყვარს შენობების შენებლობა, ჩემი გატაცება არქიტექტურა. მაგრამ ბევრად უფრო დიდი გატაცება ის სახელმწიფოების შენობა, რომელიც არ ჩანს ყოველდღიურად, შეიძლება ვიზუალურად, მაგრამ ჩანს იმაში, რომ როგორ მოგეპყრობია სახელმწიფო ორგანოები. როგორ მუშაობს სახელმწიფო მომსახურება, როგორი განათლების სისტემა გვაქვს, როგორი ჯანდაცვის სისტემა გვექნება. ეს ყველაფერი აი ნაბიჯ-ნაბიჯ ქსოვეთ, ვაშენებთ, ვაყენებთ არქიტექტურა, ცალკე იმუშავებს, შენებლებს, ცალკე იმუშავებს. არ შეიძლება ამის ყევა, იმიტომ რომ არ არის ჯერ გამაგრებული, არ არის ჩაბეტონებული. ერთადერთი გზა ამის შენარჩუნების და გამცობის არის დიალოგი და შემდგომი. ეხლა ყევები საქართველოს არ შეუძლია. ამიტომ არ ჩემი მხრიდან არ უნდა იყოს ცალკე მოქმედებები და მით უმეტეს ეხლა რასაც თავობა აკეთებს, რომ ხელები დაუგრიხოს დეპუტატებს და აგერ არის დეპუტატი გოჩა ლემონჯავა, ფოთის ხმერი, ძალიან მაგარი მერი იყო ფოთის. კარგი მერია და კარგი დეპუტატია. ძალიან განათლებული ადამიანი, ეხლა არ კომპლიმენტებში არ ჩამეთვლის და ძალიან კარგი იქიმი იყო. ესე იგი, რამდენიმე წლის წინ, როცა კრიმინალისგან განთავისუფლდა საქართველო, მთელ საქართველოში დაიწყეს გარაჟების აღება. და გამთავისუფლება საერთო სივრცის ჩვენი ბავშვებისთვის. თუ რა იყო გარაჟები? გარაჟების უკან ეყარა შპრიცები, იყო უბედურება, იყო ანტისანიტარია და ჩვენ გავაშენეთ სათამაშო მოედნები, სპორტული მოედნები, სკვერები. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დღეს პროკურატურაში მუშაობს, მას თავის დროზე ესე გარაჟი აიღეს, მისი გარაჟი იმ არსებულ კანონმდებლობას. ეხა იგივე კაცი ცდილობს ლემონჯავას დაჭერას იმით რომ მან აიღო ლემონჯავას გარაჟი. ეს ემთხვთან, ოღონდ ეუბნებიან რომ თუ არ გინდა ამისთვის დაგიჭიროთ, მიეცი ხმა კონსტიტუციის შეცვლას. აი მითხარით, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, ხო? რომელ ცივილიზაციაზე და დემოკრატიაზე და ცივილიზაციების პრეტენზიაზე შეიძლება აქ იყოს ლაპარაკი? და ესეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. ვიღაც აღმოუჩინეს რამდენიმე წლის წინ სადღაც რესტორანში ჩხუბის დაესწრო და პოლიციას არასწორი ჩვენება მიცა მათი აზრით. და ყველაფერი ეს უკავშირდება აი ამ დღეებს. ეგერ პოლკოვნიკი ლონდარიც, ჩვენი დეპუტატი, მე შემძრა მისმა გამოსვლამ პარლამენტში. ხო, ამ გამოსვლების შემდეგ იყო რომ გავუხდა ჩემი დებატები. რა თქვა ლონდარიც? თქვა რომ მე მიშა სააკაშვილისთვის კი არ ვაჭერ თიც. და მე ვადასტურებ ლონდარიძე, მე პირველად ვნახე, ვიხილე, უბრალოდ ადრე ვიცოდი რაცაც აკეთებდა, ხო? აი ესე პირველად გავიცანი პარლამენტში. დამოუკიდებლად გაიმარჯვა ასპინძის რაიონში და დამოუკიდებლად გახდა დეპუტატი. პრაქტიკულად პარტია თითქმის არ წახმარება. თქვა რომ მე ვარ ჩემი ღირსება. ვიბრძოდი ავღანეთში, ყველა სხვა ფრონტზე, აფხაზეთში. და მე ვნახე რამ ხელა ავტორიტეტი ერთად ვიყავით ავღანეთში, ჯარისკაცებს როგორ უყვართ. როგორ დაესიენიქ, როცა ვიყავით ჩვენ ბაზაზე შუკვანზე. და ლონდარიძეს უპირებენ პროკურატურაში მიყვანეს და უპირებენ არ გინდა დაბარება, მოგვეცი ხმა კონსტიტუციაზე. ეხლა მე მესმის რომ სხვადასხვა ადამიანები არსებობენ და არსებობენ ადამიანები, ვისაც პირადი კეთილდღეობა უფრო მეტად უღირს, ვიდრე საქართველოს გრძელვადიანი გარკვევა. და ესეთ ადამიანები შეიძლება არსებობდეს ნაციონალურ მოძრაობის დეპუტატებშიც კი და რამდენიმე დავინახეთ გადაბარგდა იქ. მაგრამ უნდა იცოდე ვის ელაპარაკება ხო? ესეთ დამსახურება ადამიანთან რომ მოდიხარ, ეს არ არის ის გზა. ესე რომც თეორიულად გაიტანო ესეთ კონსტიტუცია, ეს არ იქნება ლეგიტიმური და ისევ შემდგომი კატაკლიზმების საფუძვლად შეიძლება იყოს მომავალში. ეს ხო ჩვენ არ გვინდა. რამდენჯერ უნდა მოხდეს საქართველოში არეულობა? რამდენჯერ უნდა მოხდეს საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირება? რამდენჯერ უნდა მოხდეს გადატრიალების ცელობა? მოდით რა ვიაროთ წყნარად. მოდით რა დავილაპარაკოთ მაინც, იქნებ ერთმანეთს გასაგებ რაღაცას ვამბობთ. და ამის შემდეგ მივიღოთ და მეუბნები პრეზიდენტმა არ უნდა ამოიღოს ხმა, სანამ ლონდარიძეს, ლემონჯავას
რამდენიმე ყავს სიაში, არ ამოუგრიხავენ ხელებს და აი როცა ისინი აწევენ ხელს, მხოლოდ მაშინ მივცეთ უფლებას უკვე ახალ რეალობაში, უკვე ახალ პარლამენტის ძველ შენობაში დაბრუნების და იქ გამოსვლის. ეს იქნება უკვე სხვა კონსტიტუციური სივრცე, სხვა პარლამენტი და სხვა რეალობა, რომელიც მე არ მინდა საქართველოში დადგეს თან ასეთი მეთოდებით. და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუნდაც პრეზიდენტსაც არ აქვს სიტყვის უფლება, რომ თქვას, რომ არ მოკლათ რეგიონალიზმის იდეა. არ მოკლათ, რაც ნიშნავს ქუთაისის პარლამენტი. არ მოკლათ პირდაპირ არჩევნები პრეზიდენტის. არ მოკლათ სასამართლო დამოუკიდებლობის თავისუფლების ხელისუფლების დამოუკიდებლობა. ეს ხო პარტიული თემები არ არის. ჩვენ ყველანი გამოვიცვლებით და ნამდვილად არ ვაპირებ არაფერს ჩამოკონციელებას. მაგრამ ეს არის ის, რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს რაღაცა უნდა დაუტოვოთ, როგორც მანამ თქვა და როგორც თითოეული ჩვენგანი იტყვის დარწმუნებული ვარ ამას. ამიტომ ეს არის და ეხა ქედმაღლურად და ნიშნის მოგებით ერთმანეთს ლაპარაკის დრო არ არის ნამდვილად. დღევანდელმა დღემ დაგვანახა. ჩემთვის დეჟავიუ იყო. იმ დროისა, როცა მე ვიყავი სტუდენტი, აქ ბევრი სტუდენტია და ძალიან ცუდად მახსოვს. მე კარგად მახსოვს, გია ბარამიძე მახსოვს ავტობუსებზე ამძვრალი. მაშინ ორჯერ უფრო გამხდარი იყო თუ სამჯერ. ენერგია უღოთ მე მგონი ეხა მეტი აქვს. და მართლა და ეს ყველამ გავიარეთ, აღარ გვინდა ავტობუსებზე წრომიანი. და არ გვინდა რომ ახალგაზრდები აძვრნენ ავტობუსებზე. და არ გვინდა რომ ვინმე კიდევ ვიფიქროს ბუნკერში პრეზიდენტის ჩაყვანაზე და იქ ჩალპობაზე და იქიდან გაძევებაზე, ან თუნდაც თავრობის დამხობაზე, ან თუნდაც პარლამენტის გარეკვაზე, ან თუნდაც კონსტიტუციის ხელების დაგრეხვით შეცვლაზე. რა არის აქ გაუგებარი? ეს ჩვენ თვალწინ ხდება, ყოველდღე ხდება, ეს ხო არ არის და ამაზე ეს ტელევიზიითაც იხილება უკვე. ამიტომ მე ვფიქრობ, უნდა ვიყოთ ზამთრილად გამიგზავნა პასუხი ბოდიში. მოგესალმებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნინო გომართელი. ბატონო პრეზიდენტო, გულახდილად გეტყვით, რომ პირველ რიგში მინდა და მეკითხა პრემიერ-მინისტრის იმ განცხადების შემდეგ, რომელიც მან ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებზე თქვა, თქვენთვის მინდა და მეკითხა, როგორ ხედავთ თქვენი პოლიტიკური ძალის მომავალს. პრემიერ-მინისტრმა შეგახსენებთ, რომ თქვა, რომ ალერგია აქვს საზოგადოებას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე, თუმცა ამ წუთებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გაკეთა სპეციალური განცხადება და მან თქვა, რომ ის რაც მოხდა ნაციონალური მოძრაობის პროვოკაცია იყო, რადგანაც იყო უსაფრთხოების კორდონი, რომლითაც არის სარგებლა მაგალითად დედაქალაქის მერმა. თქვენი შეფასება აქედან გამომდინარე. ჯერ ერთი არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ხო? დღეს ხო არაფერი არ მოხდებოდა ჩვეულებრივ პარლამენტში რომ მისულიყავ და გამოსულიყავ. მოდი დავიწყოთ ახლა, ხო არ ხო ყველანი ადამიანები ვარ, თვალები გვაქვს, ყურები გვაქვს, ხო? მიხატული ხო არა გვაქვს თვალები და ყურები. ხო გვაქვს ნამდვილად. და ყოველდღე უყურებთ პარლამენტში იყო დანიშნული ოფიციალურად გამოცხადებული დიპლომატიური კორპუსი იყო მოწვეული ჩემი გამოსვლა. ვიჯექით თელი გუნდი ვიჯექით, აი ახლა რაც წაგიკითხეთ. თელი გუნდი ამას წერდით ბოლოს 2 თუ 3 დღე. მარტო ჩემი ნაზრები არ არის, ყველანი ერთად რაღაც კოლექტიურად ვაზრობთ და წერთ. ჩვეულებრივად ვემზადებოდით, უკვე გეგმა მქონდა გამზადებული, ქუთაისში ჩავდივარ დილას, კადეტთა კორპუსში და მივიდე, დავითობის საფლავზე და პარაკლისშა წირვა ჩავატაროთ და მე მივიდივარ პარლამენტში. საერთოდ არ გამახსენები არც საჯარო ბიბლიოთეკა, არც მიტოვეს ამ დარბაზში თქვენთან აქ ჩდომა, ხო? ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი და გამოცხადებული. ეს ხო ჩვენ არ გაგვიუქმებია მგონი. მათ გაუქმეს, რამდენიც მესმის, პრემიერ-მინისტრმა ნახათ თუ ვინც მთავრობამ ტელევიზორში დებატები რაღაცა არ მოეწონა და მეორე დღეს გამოცხადა პრეზიდენტი აღარ მოვა სანამ არ ჩაგობარებენ გასკვანჩულ კიდე 6-7 დეპუტატს სანამ მათ შვილებს არ აღმოუჩენენ ნარკოტიკებს ჯიბეში სანამ ბიზნესებში არ ჩევლენ კარგად და ასე შემდეგ და ასე. ასე რომ აი ეს არის რეალობა რაც ხდებოდა. დღეს დილას ამიტომ მე თქვი საჯარო ბიბლიოთეკა. საჯარო ბიბლიოთეკა თქვი იმიტომ რომ დედაქალაქის ცენტრია. არის დაცული, არის ყველა ბევრ ადამიანს შეუძლეს შეუძლია კრიტიკული კითხვების დასმა და არ ჩაითვლება რომ ჩემ ტერიტორიაზე მომყავს ვიღაცა. იმიტომ რომ პრეზიდენტის სასახლეში მოსვლა, ნუ აი ვიღაც ბევრისთვის იყო პოლიტიკური აქტი. მათ შორის აქ მოსული ზოგიერთი ჟურნალისტი მაინც მოვიდა ახლა. იქ არის ნეიტრალური ტერიტორია, თან პარლამენტის დაქვემდებარებაში. დილას უნდა წავსულიყავ ქუთაისში. მითხრეს რომ იქ არის ემზადება რაღაც პროვოკაცია, თქვი რომ არ გვინდა ეხა რეულობა. კიდევ ერთხელ მოვიებ, ჩემში ძველი რევოლუციონერი ხანდახან მიილტვის ამისკენ, მაგრამ როგორც პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს წარმომადგენელი, მე ამას კატეგორიულად არ მივიღებ. გამოვედი უკვე ამ საკითხიდან. და ამიტომ
ქუდაიშით აღარ წავედი, გამოვიხვეთ უკან დაცვა ყველა. უთხარი წინასწარ რომ ეს რაღაცა იქნება და ეს არ გააკეთე. მითხრეს რომ როგორც კი რომ ჩემი მივიდა და თქვეს რომ აქ ცუდი სიტუაციაა. მაშინ თქვი რომ უკანაკარები თუ არ ამე შესასვლელი. რომ ვიცოდი რომ ილაპარაკებდა რომ შეეშინდა უკანაკარებიდან შემოიპარა, გამოიპარა, ამის შევა რაც უნდა ილაპარაკო. უკანაკარებიდან შემო. მითხრეს რომ უკანაკარებიდან დგას ყველა. წინაკარებიდან დგას და ხა მეყვე ტელევიზორში ყველაფერი ჩანა. ხო ასეა თქვენც იყავით და ჩვენ ვიყავით. ხა ვინც რა უნდა ილაპარაკოს? ასეთი რაღაცა მე მინახავს და მინახავს ბათუმის ასლანაბეშის ბათუმში 2003 წელს ზუსტად ერთ-ერთი ესეთი რაღაცა. ზუსტად ესეთივე გავეშებული ხალხი იყო იქ ბაბუს იძახოდა. მე მახსოვს კარგად მინახავს ასეთი რამე მარნეულში, როცა ნაციონალურ მოძრაობას არაძლებდი გადა. მე მინახავს ასეთი რამე ზუგდიდში, როცა იქ ადგილობრივი ბანდიტები იმგავსებოდნენ. მე ესეთი რაღაცა მინახავს 90-იან წლების დასაწყისში. დღეს იქ გამოშვებული ხალხი იყო ამნისტიით განთავის უკანონო უსამართლო ამნისტიით გამოშვებული ხალხი. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ საქართველოში 200 პოლიტიკოსი არა და 200 პოლიტპატიმარი, არც ერთ პოლიტპატიმარს არ აღიარებ და არც ერთი საერთაშორისო სერიოზული ორგანიზაცია. და 200 აღმოჩნდა უცებ და ყველა ეს ადამიანი გამოვიდა, ბევრი მათგანი არის გასამართლებელი მძიმე ძალადობრივი დანაშაულისთვის. ადამიანების დაჭრისთვის, მოკლისთვის, მათ შორის, იმაზე აღლაპარაკობენ შპიონაჟისთვის და ასე შემდეგ. ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებელი ხალხი. გამოვიდეს და გამოყენებულია უკვე პირველი დღიდან გამოსვლის პოლიტიკური იარაღად. ზუსტად იგივე რაღაცა გააკეთა 92 წელს ჯაბა იოსელიანმა მისი ოპონენტების წინააღმდეგ. მე ნახე და მახსოვს. მე იმედი მქონდა რომ საქართველოში ამას არასდროს ხელახლა აღარ ვნახავდი. თუ სახელმწიფოს რაღაცა სურს, ის მოქმედებს თავისი ოფიციალური ორგანოების მეშვეობით. და არა კრიმინალების ან გამოშვებული პატიმრების ან სხვადასხვა ესეთი ელემენტები, ქუჩის ელემენტების მეშვეობით. თვითონ მოქმედებს, იღებს თვითონ პასუხისგებლობასაც და ამიტომ, როცა თვითონ პასუხისგებლობა აქვს, ამიტომ რა თქმა უნდა ჩარჩოები აქვს რისკ ფარგლებში შეუძლია მოქმედება. როგორც კი ამათ იყენებ, ეხა დღეს ამათ დაარბიეს დეპუტატები. ხვალ ისინი თავის დღეს საღამოს რო დაბრუნდებიან თავის სადარბაზოებში. წარმოიდგინეთ როგორ გონორზე იქნებიან? წარმოიდგინეთ როგორ დაელაპარაკებიან იქ მაღაზიებს გარშემო თავის მეზობლებს, თავის მეგობარ უბრალოდ გარშემო გოგოებს, მაგარ გოგონებს ის ვაშკაცები რომელიც აქ არიან, თავის ძველ ბოღმებს როგორ გადმოანთხევენ სხვა ხალხზე. დღითი დღე ხდება იმ ხალხის გაფეტიშება, რომელიც აპრიორი არ შეიძლება ყოფილიყო არა მხოლოდ საზოგადოების პატივისცემის საგანი არანაირად არამედ ბევრი მათგანი არ შეიძლება ყოფილიყო პირდაპირ ვთქვათ თავისუფლებაზე. 5, 7, 10 წლით ადრე. ვადაზე ადრე. ეს არის პრობლემა და ეს პრობლემა საქართველოს უკვე გაიარა ერთხელ. და ჩვენ არ გვინდა როდესმე იქ კიდევ ერთხელ ნანახი გვაქვს. ცუდი კინო იყო, მორჩა. და ეხლა ვიღაცამ როგორც საშინელად ფილმში ხელახლა ჩაგვირთვა ეს პროექტორი. გამორთოთ რა. და დავაბრუნოთ იქ სადაც საიდან დავიწყეთ იმ ათვლის წერტიდან გავაუმჯობესოთ სიტუაცია. მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო, ნოდარ მელაძე, რადიო კომპანია პირველი რადიო FM 106 და 4. თავდაპირველად მინდა დაგისვათ კითხვა დღევანდელ მოვლენებთან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე რომ ეს თემა მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ბევრი ისაუბრეთ, მაინც აქტუალურია და შემდეგ სხვა თემაზეც მექნება ერთი კითხვა. დღეს აქციის მონაწილეები მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ თუ აქციის მონაწილეებიდან 10 მათგანს მაინც დაუშვებდით თქვენთან შეხვედრაზე, მაშინ ეს აქცია აღარ გაიმართებოდა და ისინი არ შექმნიდნენ პრობლემას შენობაში შესვლასთან ან გამოსვლასთან დაკავშირებით. თუ ქვეყნის პირველი პირი ამ შემთხვევაში თქვენ მზად იყავით იმისთვის, რომ გეპასუხათ ყველაზე კრიტიკული კითხვებისათვის, მაშინ რატომ არ მიიწვიეს ეს ადამიანები მათი მოთხოვნის მიუხედავად დარბაზში და აქვე თუ შეიძლება მეორე კითხვასაც დაგისვამთ, რომელიც სრულიად განსხვავებულ თემას ეხება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ შემდეგი არჩევნებისათვის ბარიერი 5%-დან 1%-მდე ან 0.77%-მდე დაეწევს. ამით ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები კიდევ უფრო გაჯანსაღდება. რას ფიქრობთ თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით? მადლობა. მე არ ვიცნობ ამ ინიციატივას მეორეს, თუმცა მე არ მიმაჩნია პირიქით უნდა მოხდეს პარტიების გამსხველება და უნდა მოხდეს ოღონდ ნამდვილი იდეოლოგია უნდა ჩამოყალიბდეს. იდეოლოგია არ შეიძლება იყოს ვიღაცის სიძულვილი, ვიღაც მიუღებლობა. იდეოლოგია არ შეიძლება იყოს ხა ვარდების რევოლუციას ჰქონდა მშვენიერი სიმბოლო ვარდი.
ხა ცოცხების ქნება პოლიტიკაში რა შეიძლება რისი სიმბოლო იყოს მე ბოლომდე არ მესმის შეიძლება თქვენ განმანათეთ უკეთესად გესმით ხო მაგრამ ეს არის ალბათ სიმბოლო სიძულვილის ალბათ და რაღაცის მიუღებლობა და სიძულვილი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური იდეოლოგიის საფუძველი ამიტომ კონსტრუქციულ პროგრამაზე ჩვენი ეროვნული განვითარების გაუმჯობესების უნდა გაძლიერდნენ პარტიები პირიქით ჩამოყალიბდნენ შეიკრან განვითარდნენ და ამიტომ ფრაგმენტირება მგონი მე მივიღებთ ჩვენ უბრალოდ რეგიონალ პარტიებს მივიღებთ მათ შორის სეპარატისტული განვითარების პარტიას მივიღებთ ერთი გარშე პიროვნების ან ერთი ფულიანი ადამიანის გარშემო შეკრებილ პარტიებს ეს უკვე ნახეთ როგორ გამოიყურება და მივიღებთ ბევრი პატარ-პატარა ფულიანი ადამიანების გარშემო შეკრებილ პარტიებს არ მგონია ეს სწორი გზა იყოს რაც შეეხება ხალხის შემოყვანას აქ არიან ჟურნალისტები რომელთაც შეუძლიათ დასვან ნებისმიერი კითხვა და არასამთავრობო ორგანიზაციები ხა ის ხალხი ვინც დღეს ძალიან დიდი ძალადობით გამოირჩეოდა ის ხალხი დარბაშიც არ მგონია კითხვების შემოსასმელად მოდიოდა დასასმელად მოდიოდა ხა და ნაწილი მათი სხვათა შორის ვის გარეთ იდგა იყო დაპატიჟებული ასე რომ ეს არის ნაწილი დაპატიჟებული იყო და მეორე ნაწილი მე ვფიქრობ იმითი იყო დაინტერესებული რასაც ისინი აკეთებდნენ არ ვერ შევატყე მე ამ ხალხს დიდი სურვილი დიალოგის წარმოების თქვენ შეატყეთ იყავით იქ ტელევიზორში რაც ვნახე არ გქავდა ესენ დიალოგის თავარ იდეოლოგებს ან თავარ მონაწილეებს საქართველოში როგორც ისინი იქცეოდნენ ხო ესე არის ხო თუ რაღაცა მომეჩვენა ასე რომ მე ვფიქრობ რომ ეს არ არის ის გზა რომლითაც კიდევ ერთხელ მოვარდ ეს გზა არის ჩიხში შემყვანი ჩვენი ქვეყანა ამ გზამ არაერთხელ შეიყვანა ჩიხში ღმერთმა არ ქრას რომ კიდევ იქ აღმოჩნდა თუ შეიძლება მოგესალმებით ბატონ პრეზიდენტო სააგენტო ივერონი კვარაცხელია თამარი ბატონ მიხეილ როდესაც გადაიდო საჯარო ბიბლიოთეკაში თქვენი შეხვედრა ჟურნალისტებთან და დიპკორპუსის წარმომადგენლებთან მანან მანჯგალაძემ გააკეთა განცხადება რომ სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იქნა მიიღებული მსგავსი გადაწყვეტილება ქვეყანა შეიძლება ითქვას რომ ამ დაპირისპირების საფრთხის წინაშე დადგა და კიდევ ამ თვეების განმავლობაში ვინ იქნება გარანტორი იმისი რომ კიდევ ერთხელ არ დადგება ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე ამის გარანტორი ვიქნებით ყველა ჩვენ ერთად უნდა ერთად იმუშაონ პრეზიდენტმა მთავრობამ ყველა სახელმწიფო ორგანომ პარლამენტმა და ქართულმა საზოგადოებამ რომელიც მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება უკვე ჩვენ გვაქვს იმხელა სკოლა გავლილი რატო არ შეიძლება ესა თუ ის ქმედება აი ყველაფერი პირდაპირ გაწერილი გვაქვს მატრიცები გვაქვს ეროვნული ნანახი რა არ უნდა აკეთო და უნდა უბრალოდ მივყვეთ ამას უნდა მხოლოდ მივყვეთ ჩვენ ისტორიას ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს შენების ძალიან პატარა ისტორია ჯერ კიდევ გრევის უკვე ძალიან დიდი ისტორია ჩვენ ხო რეალურად ბოლო წლებში დავიწყეთ მხოლოდ შენება და განვითარება ამდენი ბოლო წლები და იმამდე ბოლო წლები და მე ამამდე ბოლო აწლეულები და საუკუნეები საქართველოს სხვადასხვა დაპყრობლები ანგრევდით ჩვენ თვითონ ანგრევით ჩვენ თავს ქიშპობით უბედურებით ერთმანეთს გადაკიდებით შურით ღვარძლით კორტნით ერთმანეთს მხოლოდ ცუდის ზებნით ამიტომ უნდა გადავლახოთ ეს ინსტინქტი იმიტომ რომ თავარი რაც ყველაზე მეტად აღიზიანებდა ჩვენ დამყრობას. პირველად საქართველოს ბოლო წლებში შექმნა კავკასიაში საუკუნეების განმავლობაში იმ ეპოქისთვის ჩვენი ეპოქისთვის თანამედროვე სახელმწიფო. ეს ვერ წარმოედგინათ მათ, იმიტომ მათი აზრით ყოველთვის ქართველები ერთმანეთს ჭამენ, ებრძვიან, ანადგურებენ, ყოველთვის თავის ქვეყანას რევენ. რომ კავკასია ასეთია, რომ ამას შვებიან ჩილო კავკასიელებიც მათ წარმოდგენით სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო ყოველთვის ამას აკეთებდა. და უცებ სტერეოტიპები დაუნგრიეთ. და ეხლა ბევრი მათგანი ამას, აი ხო გეუბნებოდით, აი ზუსტად რაც ვამბობთ. ბევრი სკეპტიკოსი ევროპაში, რომელიც ძლივს გადავარწმუნეთ, რომ არა ვართ ჩვენის და მართა ღირსები ვართ, მიგონ ევროკავშირის ნატოში დაგვიცვან, ჩაგვიხუტონ, გაგვივითაროთ, ჩვენ განვითარებას ხელი შეუწყო. ეხლა იცის ვაპარას გეუბნებოდით, ეს არის ერთი მე უკვე მესმის ეს ნოტები და ამიტომ ამფამის დიდი გულისკივი. ისეთივე ზუსტად ის ველური ხალხია, რომ ისეთ რუსები გველაპარაკებოდნენ თელესაწრეულები. ეს არ მინდა რომ გამოიცა. ახლა როგორ რაღაცა იცით? ჩვენის ერთ-ერთი წამყვანი დასავლეთ ევროპის მინისტრი ქვეყნის შეხვდა ამას წინათ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი მინისტრი და უთხრა რომ მომილოცავს ვიყავით თქვენ ქვეყანაში წარგი ქვეყანა რა მაგრა აგიწევიათ რეიტინგებში, სოფლიო ბანკის რეიტინგებში ამ რეიტინგ. ამან უთხრა
ეგ ყველაფერი სისულელე იყო და შემდეგი 25 წუთი შეხვედრის უყვებოდა როგორ მოატყუა საწინამთავრობამ მთელი მსოფლიო. ის პირგაღებული, გაოგნებული უსმენდა 25 წუთი კომენტარის გარეშე, მე ვთქვა, კარგი, დიდი მადლობა, ყველაფერი გავიქეთ. და ალბათ გადაგგვისვამს ხვილი ჯვარი. ეს არის რომელთაც უნდა ვიაროთ. მე ბევრი კრიტიკული შენიშვნა და მათ შორის საჯაროთაც მithქვათ, მათ შორის უცხოეთ ჩვენთან როს ვართ, მაგრამ დღესაც კი როცა სერიოზული ეჭვება მაქვს ინვესტიციების თაობას ჩვენ ქვეყანაში. დღესაც ვეუბნები, რომ უნდა ჩაიდოს ინვესტიციები. დღესაც მაგრამ მე და გიგი ვიყავით და არასოდეს ასე არ გაგვჭირებია ინვესტიტორებთან მუშაობა როგორც ახლა. ძალიან გაჭირდა, იმიტომ რომ ბევრი ცუდი სიგნალი მოდის. მაინც ვაწვევთ. ეხლა როგორც არასოდეს უნდა ვიმუშაოთ, რომ იქნებ ნატოში წინ წავიწიოთ. ევროკავშირზე ვილნიუს სამიტის ყველა ერთად უნდა მოვიზარდოთ, რა გვინდა ეს სცენები დღეს ეს ხო კონგრესს და ჩვენ როგორ შეიძლება გვინდოდეს რომ ჩვენ ევროპაში ჩამოვცილოთ ჩვენთვის ხო ყველა ნორმალური გასაკვირველი ოპოზიციური პარტიისთვის ევროპულ სივრცეში ყოფნა ეს არის სიცოცხლის საკითხი. მომავალი პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისითაც. ამიტომ დღეს ბევრი რაღაცა წყდება, მარტო ის კი არა რომ ის რაც მოხდა უბრალოდ რაღაც შიდა დაპირისპირებას აღვებს. მთელი მსოფლიო ამას უყურებს. ჩვენ იმას მაინც მივახციეთ, რომ საქართველოს ბოლო 8-9 წელიწად დავსვით მსოფლიო რუკაზე. ამიტომ უყურებდით ჩვენ არჩევნებს გაფაციცებს. საადრო არავინ არ გვიცხოვდა. ამიტომ ეხლა 10 მაგად გვაკვირდებიან და როცა 10 მაგად გაკვირდებიან, აღარ შეიძლება ასეთი რამეების კეთება, იმიტომ რომ წარმოიდგინე ომი გამოვიარეთ და ბოლო 60 წელიწადში ისე ამოძვეთ, რომ აღარავის აღარაც ახსოვდა ეს ომი. ყველა ლაპარაკობდა მხოლოდ საქართველოს წარმატებაზე. კარგი, თქვათ როგორც ისინი ამბობენ, ვიტყუებოდით. თქვათ არ არის მართალი და თქვათ მოვატყუეთ სოფლიო ბანკიც, ევროკავშირიც, ყველა დონორი და მართლაც არც კორუფციაში მივახცეთ წარმატებას, არც კრიმინალში, არც ბიზნესის თავისუფლების კუთხით. თქვათ ყველაფერი ესე არ არის მართალი. მართალიც რომ არ ყოფილიყო, უნდა გვეთქო რომ მართალია. ახალ მთავრობაზე ვიძახი. უნდა ეთქვათ რომ მართალია. რომც გულში ცოდნოდათ რომ არ არის მართალი და სინამდვილეში მე ვიცი რომ მართალია და რომც მაგ შეიძლება არ ჯერათ, მაგრამ უნდა ეთქვათ რომ მართალია, იმიტომ რომ არ უნდა გახერხო ის ტოტი, რომელზეც ჩვენ თვითონ წამოჯექი, ხო? ეს ხო ჩვენი ქვეყანაა. თქვენ გონიათ რომ ყველა ესე ერთხელ ორჯერ სამჯერ შემოხვა, მე გაგწევენ გვერდზე, ნუ როგორც ვიყავით გაწეული და იცით რამდენი ქვეყანა ეგრე გვერდზე გაწეული და მოტოვებული? ეს იცით რამხელა შრომა გვაქვს ამაში ჩადებული. ჩემთვის ეს არის მართლა პირადი რეპუტაციის, პირადი არსებობის საკითხი. ლაზიკი დამიჯერებ თუ არა მართლა ბოლო 3 ღამე მართლა აი რატომაც ამეკვია და ფიქრობ ლაზიკის სპორტზე. იმიტომ ხედავ რამხელა აი ჩინეთის ეკონომიკა წამოვიდა. ევროპა ევროზონაში ძალიან დიდი ზრდა არის. ეხლა რო გქონდეს მაგარი სატრანზიტო პორტი ჩვენ აქ, რო ვითარდებოდეს. იცით რამხელა წუთებს წამოვიდა, რამდენი ადამიანი დასაქმებოდა, 1000-ობით 1000 ადამიანი და დღეს კანალიზაცია წყალსადენი და ნაპირისამაგრე ყველაფერი ჩაჭრეს იქა და მართლა ნადგურდება ყველაფერი მხოლოდ იმის გამო რომ მე ყოველდღე ესე დავდიოდი და ესე მომწოდა იქაურობ. მხოლოდ იმის გამო მე სხვა ახსნას ვერ პრობლემ, იმიტომ რომ ვიცა რუკაზე დაუხედია, როგორ შეიძლება ამდენი 10 კილომეტრი შენი ზღვის კონდეს განვითარებელი 21 საუკუნეში შეიძლება არ არსებობს. ყველას ვისაც უნდა ეკონომიკის განვითარება, ყველა მიხვდება რომ იქ უნდა იყოს მაგალი პორტი, იმიტომ რომ ყველაზე მაგალი ღრმა ზღვის კანიონია, პირდაპირ ყველაზე მოკლე გზაა კონსტანცაზე და რა აფხაზეთის რკინიგზა. აი ეს არის დიდი სატრანსპორტო ტერმინალი და აი რა მოიზიდავს მართლა აფხაზეთს ის რა დემარკაციის აქეთ ხარეს მართლა განვითარება. რკინიგზა რა არის იცით აფხაზეთის? ჩვენ რუსებს მივცემთ საშუალებას რომ ინვესტიციები მოზიდოს აფხაზეთში და ერთხელაც სამუდამოდ დაგვაკარგიოს ეს ადგილი. დღეს ჩიხია აფხაზეთი. როგორც კი რკინიგზა იქნება, ჩვენ ვერაფერს ვერ მოვიგებთ, ჩვენ ეკონომიკა განმოწყობილია უკვე და იქ რეალურად მოხდება ფაქტობრივი განვითარება ოკუპანტების მიერ. მაშინ როცა ლაზიკის სპორტი ზუსტად ეს იყო რომ აქეთ ხარეს აკეთებ და აქეთ აკეთებ განვითარების და მიზიდულობის წერტილს და აქეთ მოგა ყველაფერი მათ შორის აფხაზების პოზიტიური ენერგია მოგა აქეთ და მათ აძლევ ახალ შანსს და ახალ დანახვას საქართველოს. როგორ შეიძლება ეს გეზიზღებოდეს ხოლმე იმის გამო რომ სააკაშვილს უყვარს იქაურობა? როგორ შეიძლება მართლა ვიღაც როგორც ადრე იყო ზარანდიას ჩააბარეს ზუგდიდი ზუსტად ესე ვიღაც გაუპარსდა კრიმინალებს და მართლა ადამიანებს ჩააბარეს დღესაც ისევ ზუგდიდი. ტელევიზორში ყოველდღე აჩვენებენ ამ ხალხს. ზუსტად ესევე იყოს ბადრი ზარანდია რო დარბოდა მაშინ და ვიღაც ტყის ძმები და ასე შემდეგ 90-იან წლებში. რა დააშავა სამეგრელომ ასეთი? რომ ხოლმე იმის გამო რომ ნაციონალურ მოძრაობას მიცა ხმა? რატოა ეს? გზავნე მე რა მოხდა? მიცა სხვას მიცეს ხმას. ვინც გაეხმარება და განავითარებს იმას მიცეს ხმას. ნუ ძალიან
დამფასებელი ხალხია იქაურობა და ძალიან კარგად იცის კარგის და ცუდის გარჩევა. ამის თემებს უნდა ვილაპარაკოთ დღეს. და რა ის რომ თავარი პრობლემა ქვეყნისა რომ პრეზიდენტმა არ მოინდომოს სასახლიდან გამოსვლა, არ მოინდომოს ხალხთან მიმართვა, სანამ არ დაუგრეხავენ კარგად ხელებს დეპუტატებს. ეს არის დღეს პრობლემა თავარი ქვეყნის. ბოდიში. მე მინდა პროაქტიულად გთხოვოთ რომ თქვენ უფრო მეტი ილაპარაკეთ და გაესტები თუ არიან აქ ძალიან კრიტიკული გაესტები, სადაც ჩვენზე ბევრი ცუდი რაღაცა გვხდება, გთხოვთ, აიღოთ სიტყვა და აქტიურად მოყვეთ. ბოლო ჭორები და საშინელებები რა იცით ჩვენზე. ამობით თამთა ჯანაძე ტელეკომპანია მეცხრე არხი. დიახ. ბატონო პრეზიდენტო, საპარლამენტო უმრავლესობამ საზოგადოებას განუმარტა, რომ ეს იყო მხოლოდ პრეზიდენტის გამოსვლის გადავადება. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი იქნება მზად თქვენს მოსასმენად, აპირებთ თუ არა გამოიყენოთ თქვენი კონსტიტუციური უფლება და ჩახვიდეთ ქუთაისში. რა თქმა უნდა, ხვალ დილას. უფრო მეცაც გეტყვით, რამდენიმე ჩვენი მეგობარი უცხოელი დიპლომატი არ მიწყენ თუ ვიტყვი ამ საიდუმლოს ესაუბრებოდა მთავრობას და ეუბნებოდა რომ თუ გუშინ საღამოს და დღეს დილას იქნებოდა თუ არა მზად მთავრობა რომ შეეცვალა გადაწყვეტილება და პარლამენტის უმრავლესობის ეთქვა რომ ხელახლა დაენიშნა ჩემი გამოსვლა, მე გავაუქმებდი ჩემ გამოსვლას დღეს აქ. ამაზეც იყო ლაპარაკი, ბოდიში თუ რამე საიდუმლოს გავთქვათ უცხოელებს შეუძლებ. ამაზეც იყო ლაპარაკი. მე ჩემი ერთ-ერთი ამოცანა იყო ყველა კონსტიტუციური ნორმის განუხრელი დაცვა. მეტი არაფერი. ხვალ დილას შავალ სიამოვნებით იგივე გამოსვლას არ წავიკითხავ, რამე სხვას დავწერ. არაფერს აღარ დავწერ, აღარაფერს აღარ წავიკითხავ. მოусმენ მხოლოდ მათ მიერ ჩვენ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. დიდი სიამოვნებით და გულისხმობით. რა თქმა უნდა მზად. და საერთოდ რა საჭირო იყო ამ ყველაფრის შექმნა, როცა შეიძლება ამის გაკეთება უმკითხინელოდ. დავილაპარაკებით, ისინი იტყოდნენ, ჩვენ ვიტყოდით იმათი მომხრეები. მოეწონავთ ისინი, ვისაც ჩვენ მოეწონავთ, ჩვენ როგორც წესი ასე ხდებათ. ეს არის დემოკრატიის წესი. იქ ხო არ არის საჯები ხო არ არსებობენ პოლიტიკურ დებატებში. და ანგარიშები ხო არ ფიქსირდება და ჩემპიონატები ხო არ ეწყობა. იქ ყველა რჩება თავის აზრზე, როგორც წესი. რატო უნდა გეშინოდეს სიტყვის ამიხსენეთ? რატო უნდა გეშინოდეს? მით უმეტეს ჩემი რატო უნდა გეშინოდეს? რა არის ჩემ სიტყვაში ესეც საშიში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი გაცილებით უფრო საშიშია, მაგალითად პოლკოვნიკო ლონდალიძე, არ ვიცი, ან თილნათინ ბოკუჩავა. სიტყვით გამოსვლის დროს, რა თქმა უნდა. ან ჩიორაზე აღარ ვლაპარაკობ. და თან ამათ ყოველდღე ითმენენ იქ, ხო? ბატონო, მე მინდა ვინმე კრიტიკული ხალხი და თქვენ შემჩნეული ხართ ჩვენ მართ ხანდაჭერაში. მე ძალიან შემჩნეული ვარ, მადლობა. მიშა თავხელიძე, მაგრამ ერთი თემა მინდა წამოვწიო, რომელიც ჩემი აზრით არ იყო კარგად განხილული ჯერჯერობით. ამ შეხვედრას ესწრება დიპლომატიური კორპუსი და ჩვენ ყველა ვიცით, რომ 1 ოქტომბრამდე ევროპა და ზოგადად ჩვენი დასავლელი მეგობრები მოგვიწოდებდნენ, გვეხმარებოდნენ, ვთქვათ, გინდათ გვაძალებდნენ ჩაგვეტარებინა დემოკრატიული არჩევნები, რომლებიც შეესაბამება ევროპულ დასავლურ სტანდარტებს. ჩავატარეთ, ხელისუფლების გადაცემა გავაკეთეთ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და დღეს ვნახეთ ერთ-ერთი გამოვლინება იმ სიტუაციის, რომელიც სამარჩევნების მერე შეიქმნა. თქვენი აზრით, რა შეიძლება დასავლეთმა გააკეთოს ამ სიტუაციაში საქართველოსთვის, როგორ შეიძლება დაგვეხმაროს, ან როგორი შეიძლება იყოს მისი კარგი გაგებით ჩარევა იმაში, რაც დღეს საქართველოში ხდება? მადლობა. ჩემი აზრი მაინც არის მტკიცე, რომ უნდა გაგრძელდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, არ შეიძლება ამის გაჩერება. მე არ მივეკუთვნები, ადრე იყო ეს შემთხვევა, რომ ჩვენი ოპოზიცია, რომელიც ახლა მთავრობაშია, მოუწოდებდა ყველას, რომ შეეჩერება საქართველოს ინტეგრაცია, მე პირიქით მიმაჩნია, უნდა დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში, ნატოში, ევროკავშირში, ამას არ აქვს ალტერნატივა ჩვენთვის. ყველა სხვა ეს არის სატყუარა ერთი კონკრეტული ცხოველის წყვილწინ დაკიდებული, რომელიც არაფერ კარგს არ მიგვიყვანს და გადაგჭეხავს. და ეს ჩვენმა ქვეყანამ რამდენჯერ უნდა ვიაროთ ერთი და იგივე წრეებზე. რამდენჯერ უნდა დაგვიყვნენ ერთი და იგივე რაღაცას. ამიტომ მე ვფიქრობ ამ თვალსაზრისით ჩვენ შევძლებთ რომ დავიწიოთ წინ, ეს არის ერთადი, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართველი საქართველოს ბედი წლება საქართველოს შიგნით. არა ვაშინგტონში, როგორც მოსკოვში, როგორც ვიღაც ეჩვენება, საქართველოს შიგნით. ქართველი ხალხი არის ძალიან გამოცდილი უკვე, ძენი
და ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ თუნდაც ამ არჩევნების შემდეგ. ამაში ვარ დარწმუნებული. ძალიან ბევრი მე არჩევნების საღამოს ერთის მხრივ ვიყავი დათგუნული ჩვენი თვალსაზრისით პარტიული თვალსაზრისით ეს ასია არ გაგიმალავთ, მაგრამ მეორე მხრივ ვიყავი ძალიან ოპტიმისტური. ესეც ზოგიერთ ჩემთან პარტიას შეიძლება გაუკვირდეთ. ძალიან ოპტიმისტური. იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს გამოცდილებაც გასავლელია. რომ ხალხმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს, აქამდე მთავრობა უყვებოდა მას, როგორც აღმოჩნდა ხშირად არასწორადაც უყვებოდა რა არის კარგი, რა არის ცუდი. ხალხმა ნახოს თვითონ რა არის კარგი და რა არის ცუდი. ჩვენ თვითონ დავინახოთ ბევრი რაღაც სხვანაირად ძალიან კარგი გაწმენდის პროცესი მიდის ნაციონალურ მოძრაობაში. ძალიან ბევრი ბალასტი ჩამოგშორდა, ძალიან ყვაყოფილი ვარ ამით. ძალიან ბევრი ჩვენი შეცდომა დავინახეთ. რაღაცები გამოუსწორებელიც არა, რაღაცები გამოსწორებადია და რაღაცები ასჯერ უკეთესად გაკეთდა. ახალი გუნდი მოვიდა. აი ის ნაციონალურ მოძრაობა, რომელიც მე ვნახე თუნდაც დებატებში 3 დღის წინ, 2 დღის წინ პარლამენტში. ეს იყო საერთოდ სხვა ნაციონალურ მოძრაობა, ძალიან განსხვავდებოდა იმისა, რაც იყო წინა პარლამენტებში. საერთოდ სხვა ხალხია. ზოგიერთ ძველი ხალხია ესე, მაგრამ საერთოდ სხვანაირად მოაზროვე, სხვანაირად მოქმედი, სხვანაირად გახსინი. და ყველა პარტიას განვითარება მიხარია მე. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ როგორც პრეზიდენტი. და ეს არის ძალიან კარგი გამოცდილება იმ პარტიისთვის, რომელიც იყო შეჩეული კაბინეტებში დომას და გაბიუროკრატა და ზოგიერთი ჩვენგანი მართლა გაზულუქდა. ეს არის რეალობა. ჩვენ ყავდა ახალგაზრდები, რომელიც ლაპარაკობდნენ როგორც უკვე რაღაც 60-70 წლის ადამიანები. დაბერდნენ თანამდებობად კაბინეტებში. დაკარგა ეს აი იმის შეხება და ეს და ხალხმა დაგუშაჭა არჩევნებს და ამ შემთხვევაში мотивация გასაგები იყო რაც იყო. ბევრი რაღაცა, მაგრამ мотивация იყო ასევე გასაგები, რომ მიისწრაფო და უკეთესობისკენ. და ეს არის კარგი რაღაცა. ეს არის შანსი იმისთვის, ვისაც მან შანსი მიცა, მაგრამ ასევე ძალიან კარგი გამოცდილება იმისთვის, ვინც ამ არჩევნებზე ჩააჭოჭეს თავრობიდან. ამ ხრივ მე ქვეყნისთვის ხედავ პოზიტიურ პროცესებს. და ეხლა ის რაც მიდის თუნდაც ამ დღეებში რაც ვნახე პარლამენტში, ეს არის განახლებული ჯგუფი მართლა. და ამ ჯგუფს ხვირში რამდენიც უნდა ურტყან. რეალურად მაინც მე ფიქრობ ეს მხოლოდ გარანტკიცებს მათ შეხედულების იმაზე, რომ მუდმივად უნდა მოხდეს ქვეყნისთვის საჭირო საკითხების დაყენება. ეს არის ხა მეგონი ვისწავლეთ ყველა, რომ არავინ არ არის თავის კაბზე მიკერებული. ესეც კარგი გამოცდილება თავისთავად, ძალიან კარგი გამოცდილება. ყველა მსგავს სიტუაციებში, ყველა ასეთი პარტია, ყველა სხვა ქვეყანაში იშლება ხოლმე. ამაშიც საქართველოს აღმოჩნდა გამონაკლისი, ესე იგი რაღაცა ისეთ შეიკრა ესეთ ყარი იდეოლოგიურ საფუძველზე, რომ საერთოდ ძრავა ვერ უყოს. კარგია, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური სისტემა განვითარდა. ამიტომ ამის ყევა და გრევა არ არის საჭირო, იმიტომ რომ ვერ დაანგრა. არჩენება რაც ვერ დაანგრია, არჩევნების შემდეგ ვერ დაანგრევ იმას. სხვადასხვა პროკურატურით და პოლიციით რომ შეიძლება ეს პოლიტიკური ამორჩენლების გადაწყვეტა. სოფლიოში 99%-ში ყველა ჩაიქნევდა ხელს დემოკრატიას და ზუსტად ესე გადაწყვეტა თავის საკითხებს ადრე. არ გამოდის ეს არსად. და ამას ყველათ ეს სხვა შორის ზოგიერთმა ზოგიერთი ჩვენ მთავრობის წევრმაც აღმოაჩინა ადრე პერიოდულად. და ეს მე ძალიან კარგად ვიცი და ვისწავლე სხვა შორის წლების განმავლობაში და ამას შკარა აღმოაჩენს დღევანდელი საქართველოს მთავრობაც. მე ამაში ვარ დარწმუნებული. კი, თუ შეიძლება. თუ შეიძლება. აი, აქ ვარ ბატონო. ხო. გამოგესალმებით, ქეთი ხატიაშვილი, გაზეთი პრაიმ ტაიმი. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ერთის მხრივ ხშირად საუბრობთ თქვენს ოფიციალურ გამოსვლებში კოჰაბიტაციაზე და თანამშრომლობაზე. არსებობს სია, რომელთაც თქვენ ეხაც თქვით, რომ არის ძალიან შეიძლება მოიძებნოს საერთო ხელისუფლებასთან, თუმცა მეორეს მხრივ კეთდება განცხადებები თქვენს მხრიდანაც და თქვენ გუნდშიც, რომელიც ქართული ოცნება თვლის, რომ გარკვეულწილად არის დამაბნეველი. მაგალითად შეგახსენებთ, თქვენ თქვით, რომ ჩვენ მალე დავბრუნდებით, იქ ვანო მერაბიშვილის განცხადება იყო, რომ 4 წელი ჩვენ ამ მთავრობას ვერ დაველოდებით, რაც ქართული ოცნება თვლის, რომ ხო არა აქვს ნაციონალურ მოძრაობას გეგმა B, რომლითაც ის ხელს შეუშლის და ქვეყნის განვითარებას და მე შეგახსენებთ, რომ დავით უსუფაშვილმაც თავის გამოსვლაში სწორედ ეს აქცენტი გააკეთა, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს ბერკეტები ხელი შეუშალოს ქვეყნის განვითარებას. და მეორე კითხვა აქვე, ბატონ პრეზიდენტო, რა თქმა უნდა, თქვენ რო გამოსულიყავით პარლამენტში, რა ბევრ
9 წლის განმავლობაში, განვლილი 9 წლის განმავლობაში ბევრ თემებს ალბათ და საკითხებს შეგახსენებდნენ, მათ შორის გაუხსნელ საქმეებსაც გირგვლიანს და ასე შემდეგ. თქვენთვის ყველაზე მძიმე ამ 9 წლის განმავლობაში რა არის? მადლობთ. პირველ რიგში რაც შეეხება რაღაც საიდუმლო გეგმების არსებობას. ჩვენი საიდუმლო გეგმა თავიდანვე იყო, ამას თავიდანვე იყო სრულად ნათელი. ჩვენ მივეცით მათ თელი ხელისუფლება. მე არ მქონდა ვალდებული, მივეცა მასში შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, პროკურორის თანამდებობა, თავდაცვის სამინისტრო. ეს მინისტრები, რომელიც გვიქმნიან ყველაზე მეტ პრობლემას ძირითადში. ყოველ შემთხვევაში თავდაცვა და იუსტიცია, ხო? ჩვენ ეს მივეცით და ჩვენ არანაირი პრობლემა შეგვეც ხო აჭარის მთავრობის დაკომპლექტების, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რატომღაც მაგალითად აღმოჩნდა ბათუმში გამორთეს ყველა შენობა. ვინმე მამიხსენს რატომ? ეს ვის უგებთ ნიშანს ამით? ბათუმი ცხოვრობს ტურიზმით, ხო? ღამის ტურიზმით მათ შორის განათებული შენობები ამ ტურიზმს დის, ეს ხო არ არის ჩემი აკვიატება ეს შენობები. აი ხა მთელი ბათუმის ძირითადი ნაწილი არის ჩაბნელებული, გადამოწვეთ შეიძლება ვინმე მამიხსენს რატომ უნდა გინდოდეს რომ ჩააბნელო თავარი ტურისტული ცენტრი, ხო? ამის იმიტომ ლაპარაკობ რომ ჩვენი ამოცანა არის თავიდანვე იყო რომ ყველაფერი მივეცით და მივეცით საშუალება რომ მართო. მაგრამ მართვა ნიშნავს პასუხისგებლობას. პასუხისგებლობა მივეცით. პასუხისგებლობის თნიად მიცემა ნიშნავს ასევე იმას, რომ რა თქმა უნდა პასუხისგებლობის მქონე პირს უნდა მოთხოვო პერიოდულად ეს ყველაფერი, რომ ანგარიში ჩაბაროს საზოგადოებას. დღეს ამ ანგარიშის ჩაბარება პერიოდულად მოხდება საზოგადოებას და თუნდაც ღევანდელი ჩემი გამოსვლა და ჩემი ცდილობა რომ პარლამენტში შეგეთებოდა დებატები, ეს არის ერთგვარად გაცვლა ამ ერთმანეთთან ამ ანგარიშის თაობაზე ჩვენი აზრების. აი ეს იყო და ეს. რაც შეეხება ბოლო წლების გაუხსნელ ამბებს, მეც მაქვს ბევრი კითხვა. იმუშავონ ყოველთვის გამოძიებით ვერასოდეს ბოლომდე კმაყოფილი ვერ იქნები. არის ბევრი საკითხი, რაც შეიძლება უკეთესად უნდა გაკეთებულიყო. საქართველოში კრიმინალი ნამდვილად დამარცხდა, კორუფცია ნამდვილად დამარცხებული იყო. აი ხა ბევრს ვლაპარაკობდნენ. სად არის სააკაშვილის 51, რომელიც სახში მიმქონდა? ბენზინის. მართლა მაინტერესებს ლარი, 1 ლარი, ხო? მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ მართლა აი რაღაცაად ვერ დაიჯერა ამ ხალხმა, ვერ დაიჯერა და მანზე მართლა არ შემიძლია უემოციოდ ლაპარაკო, ვერ შეიჯერა რომ შეიძლება აშენო შენი სახელმწიფო და სახში არაფერი არ წაიღო. ვერ დაიჯერა, აი არ ჯდება ეს თვიში. მაგრამ ის რომ კარგი ჯანდაბას მე გადავხარშებ ჩემზე რომ არ დაიჯერეს და ვიღაცაზე ეს ერთია. მაგრამ ეს ხალხი რომ მოვიდა, რომელსაც არ ჯერა რომ ეს ასე არის, ხო? ეს მაფიქრებს რომ ეს ხალხი როგორ მიუდგება იმ ბერკეტებს, რომელიც მათ ხელში ჩაუვარდათ. რახან არ ჯერათ რომ ჩვენ ამას არ ვაკეთებდით, ესე იგი თვითონ რას გააკეთებენ, ხო? ეს უფრო მაწუხებს აქ ვიდრე ის ჩვენ დაიჯერებენ ისინი რომ ჩვენ ფულს ვაკეთებთ თუ არ ვაკეთებთ, რომ არ ვაკეთებდით. და ამას ვამბობ სრული პასუხისგებლობით ისტორიის წინაშე და ქართველი ხალხის წინაშე და კიდევ იმასაც ვამბობ რომ ვინც ამას იჯერებს უბრალოდ ძალიან უმეცარია. იმიტომ ერთდროულად არ შეიძლება ეს ყველაფერი აშენო და აკეთო, ერთდროულად არ ხდება ესეთი რამე. ყველაფერი ფულად იმაში ითვლება, ჩვენ ყველაფერი გვინდოდა ქვეყნისთვის. და გვინდოდა ჩქარა და განვითარება, იმიტომ რომ მიგვაჩნდა ეს ყველაფერი საერთოა და ყველასია. რომ ის ბათუმი ყველასია, რომ ის ლაზიგაოს სპორტი ყველასი იქნებოდა, რომ თბილისის გალამაზებული ცენტრი ყველასია, თელავი ყველასია, ქუთაისი ყველასია. რა იყო ყველა მძიმე? ბევრი იყო მძიმე მომენტი, ძალიან ბევრი მძიმე. მე მინდა გითხრათ, რომ ნოემბრის აქციების დაშლის შემდეგ და ტელევიზიების დახურვის შემდეგ გადავდექი პრეზიდენტის თანამდებობიდან, რამდენ ქვეყანაში გადამდგარა პრეზიდენტი მიტინგის დაშლის შემდეგ. ჩამომითვალეთ თითებზე. ერთი ხელის თითებზე თუ გეყოფათ. ორი არ გჭირდებათ ნამდვილად. უახლეს სოფლიო ისტორიაში გადავდექი თანამდებობიდან. ძიმე იყო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა 2008 წელი უმძიმესი იყო. რა თქმა უნდა ის რომ გირგვლიანის ისტორია უმძიმესი ისტორია იყო. როცა ჩვენი ოფიცრები მონაწილეობდნენ უდანაშაულო ადამიანის წამებაში და მკვლელობაში. რა თქმა უნდა იყო ბევრი ისტორია. მაგრამ იყო ბევრი წარმოუდგენელი სიბინძურით და მოგონილი. როცა სახელმწიფოს აკეთებ და მართავ, არის რაღაცეები, რაც
როცა იქნება ეს ინსტიტუტები თან ნულიდან როცა იქნება გამოგეპარება არ კეთდება არის ადამიანი ვინც ძალიან მაგარია და მე უცებ ფუჭდება ან თავში უვარდება ან გახტება გვერდზე ან რაღაცა მოსდის ან ეს ყველაფერი ვისწავლით ახლა საიდან უნდა ამას უნივერსიტეტებში არ ასწავლიან ამას ასწავლის პრაქტიკა და საბოლოო ჯამში თქვენ ნიშანს წერს ამორჩეველი და საბოლოო ჯამში საშემოდგომო სესია ვერ ჩაუბარეთ ხუთოსნება ეს არის და ეს ჯარიაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადგან ასეთი გახსნილი ხართ კითხვების დასასმელად, სარგებლობ შემთხვევით და საზოგადოებრივი მაუწყებელი მეორე კითხვით მოგმართავთ. რამდენიმე დღის წინ პრემიერმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობდა ირაკლი ალასანიას გადმობირებას. იყო თუ არა მართლაც ასეთი მცდელობები და ზოგადად როგორ შეაფასებთ იმ ურთიერთობას და პროცესებს, რომელიც განვითარდა პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს შორის? მადლობთ. ძალიან პირდაპირ ვიქნები. ჯერ ერთი, როგორც პოლიტიკოსი, როგორც სამი ისა მაქვს ხომ რაღაც სამი განზომილება, სამი გამოხატულება. პირველი მე ვარ პოლიტიკოსი. მე როგორც პოლიტიკოსი ირაკლი ალასანია მაინც და მაინც არ მომწონს. უბრალოდ ხშირად ძალიან არ მომწონს. და ამას ვამბობ პირდაპირ. მეორე მე ვარ რა თქმა უნდა ამ ქვეყნის მოქალაქე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და როგორც მოქალაქეს არ მომწონს, როცა მუდმივად თავზე აწუწავენ, სხვა არაფერი არ ქვია. საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დღე დილა ისე არ თენდება, რომ არ გავიგოთ, რომ ახალი მორიგი შეურაცხყოფა პიროვნულად თუ სხვანაირად მას მიაყენეს. არ არის სწორი განსაკუთრებით თავდაცვის მინისტრის მუდმივი ტალახში და ლაფის დასხვა თავზე. არ არის სწორი და ეს როგორც მოქალაქეს, ჩემთვის არის როგორც მოქალაქისთვის ეს არის სრულიად მიუღებელი. ვინც არ უნდა იყოს ის? და მესამე. და ის სხვა შორის მიუღებელი უნდა იყოს, იმიტომ რომ არის ოფიცრები ჯარში, ჯარისკაცები, ტრადიცია არსებობს რაღაცა და ეს არის ინსტიტუტი. და ინსტიტუტის ყველანი იცვლებიან რა თქმა უნდა თანამდებობის პირება, მაგრამ მოქმედ თანამდებობის პირის ინსტიტუტის მასზე ასე არ უნდა ლაპარაკობთ წესით. და მესამე მიუხედავად იმისა, როგორ დამოკიდებულება მაქვს მე და მაქვს უარყოფით დამოკიდებულება. მე მიმაჩნია, რომ ყევები საკადრო დღეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში არის მიუღებელი. თქვენ იცით, რომ დანიშნვა ეს არის მთავრობის პრეროგატივა, წარდგენა პრეზიდენტი ნიშნავს, განთავისუფლება ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. მინდა ღიად თქვა, რომ სამხრივ გადაწყვეტილებას არ მიიღებთ, არც აქ მიმაჩნია, რომ საკადრო ცვლილებები იქნება, იმიტომ რომ ამისკენ იყო ბევრი მინიშნება, მათ შორის ბოლო დღეებში. საკადრო ცვლილებებს, რომც ამ სიტუაციაში იყოს, მე მხარს არ დაუჭერდი ჰიპოთეტიურსაც კი, იმიტომ რომ არ მიმაჩნია, რომ ამ პირობებში, როცა არის დღეს ნატოს რამდენიმე ნატოს საბჭო და ჩამოვიდეს და ამაზე მუშაობთ, ხა რამდენჯერმე გადაიდო და კარგია, რომ ჩვენი ელჩი ნატოში დატოვოს ბოლოს მოიფიქრეს რამდენი. ნატოს სამიტის მემზადებით 2014-ში ავღანეთში ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, ხა ბოლო ეტაპზე ვართ ამ ოპერაციის. ჯარში მიდის სერიოზული რეფორმების პროცესი, ამასთანავე ვიყავი ამ საწარმოში, რომელიც კინაღამ უკან გადაცეს ეკონომიკის სამინისტროს, კინაღამ უკან ჩაუგდეს ხელში იმ ძარცველებს, რომელთა ხელში იყო წლების განმავლობაში და კიდევ კარგი თავის დროს წამოიღო თავდაცვის სამინისტრო. ამ სიტუაციაში თავდაცვის მინისტრის შეცვლას მე არ დავეთანხმებ, ეს მინდა პირდაპირ თქვა. აი ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხებზე მიმართებაში. მოგესალმებით, ტელეკომპანია მაესტრო ანა ლაპიაშვილი. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ საუბრობთ წეგან. რომელი ტელეკომპანია? ტელეკომპანია მაესტრო. დიახ. თქვენ საუბრობთ წეგან, რომ შესაძლოა მომავალ არჩევნებზე ხელისუფლების ოპოზიცია გახდეს გამარჯვებული. ასევე ისაუბრეთ, რომ შესაძლებელი არის თქვენმა გუნდმა მოახერხოს ახალი გუნდი წარსდგეს საზოგადოების წინაშე. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ახალი გუნდი იმ პროტესტის და იმ უკურეაგირების, უბრალოდ იმ საზოგადოების პროტესტის დავიწყებას და რამდენად მოახერხებენ, რომ შემდეგ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვონ და ასევე თუ შეგიძლია გითხრათ, თქვენ ვის დაუტოვებდით თქვენს საპრეზიდენტო ვადის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტობას? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ იმისაც რომ შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატი ჩამოყალიბდეს, საპრეზიდენტო არჩევნები უნდა შევინარჩუნოთ. როგორც გითხარით, დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის შეკვეთა არის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს გაუქმდეს. და თუ ისინი ამოუგრიხავენ ხელს კიდე 6-7 დეპუტატს და დააკარგიებენ ღირსებას და სინდის,
ისინი ამას გაიტანენ ალბათ. იმედი მაქვს რომ და წყმენა რომ ეს ასე არ მოხდება. ამიტომ ჯერ ეს საკითხი წყდება უახლოეს პერიოდში. მეორე არის ის რომ თუ მაინტერესებთ საინაცნობო მოძრაობა ვის წააყენებს, მე ვფიქრობ პარტიაში უნდა იყოს შიდა არჩევნები და შიდა დისკუსია, ეს არ უნდა იყოს ერთი ან ორი ადამიანის გადასაწყვეტი და ამ დისკუსიის არჩევნების და ესეთ რაღაც ესეთ სისტემა დებატების და განხილვების შედეგად ალბათ ნაციონალურ მოძრაობა თავის კანდიდატს დაასახელებს, როცა ეს არჩევნები ნამდვილად დარჩება ძალაში. რაც შეეხება იმას, ვინაც დაივიწყებს, მე მინდა თქვა რომ ჩვენ მქონდა ბევრი ნაკლი, მაგრამ საქართველოში მე მინდა შეგახსენოთ რა მოხდა ბოლო წელიწადში. საქართველოში ბოლო 8 წელიწადში ჩამოყალიბდა თანამედროვე ქართული სახელმწიფო. პირველად კავკასიაში საუკუნეების განმავლობაში. თანამედროვე ქართული სახელმწიფო. ეს პოსტსაბჭოთა სივრცეზე ბალტიის ქვეყნების გარდა არ მინდა არავის ვაწყევინო, ამ ფორმით, ამ მასშტაბით ვერ შეძლო ვერც ერთმა ჩვენზე ბევრად უფრო მდიდარმა ქვეყანამაც კი. ეს შეძლო ამ გუნდმა, ამ ჯგუფმა თავისუფლად ნაკლოვანებით, ამოვარდნებით, გადაცნომებით, თავში ავარდნებით, მათ შორის. მაგრამ ეს გააკეთეს. მე აღარ ვლაპარაკობ სოციალურ-ეკონომიკურ პარამეტრებზე, 10 ჯერ გაზრდილ ბიუჯეტზე, თუ 12 ჯერ გაზრდილ ბიუჯეტზე და შემდეგ ეს ცალკე თემებია. მაგრამ ეს იყო საერთო კონცეფცია, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით. ჩემი ამოცანა არის, დღეს თუ ეს საერთო კონცეფცია გაგრძელდება, მე ვიქნები ბედნიერი მიუხედავად იმისა, რომელი პარტია იქნება მთავრობაში. ჩვენი საერთო კონცეფცია იყოს ყველა რეგიონის გაძლიერება. ნახეთ, რამდენი რაღაცა მოვასწარეთ. ქუთაისის აეროპორტი აშენდა და მთელი ქუთაისის კომპლექსი. როდი ახლა მარტო პარლამენტი ქუთაისის, რა თქმა უნდა, მარტო პარლამენტი არ არის. აეროპორტი აშენდა, წყალტუბოს განვითარება დავიწყეთ, საირმე განვავითარეთ. ავტობანი მიყვადა ქუთაისამდე. აქეთ ხო ბათუმი ვითარდება თავისთავად, ესებება ქუთაისს. ლაზიკის პორტი, რომელიც ასევე ებება ქუთაისს. ფოთში მეორე არის, როც დიდ სატვირთო აეროპორტს ვაშენებთ. გვირაბს ვაშენებთ სვანეთში, რომ სვანეთის კომპლექსი მოვავათ ქუთაისს. ახალციხეზე ვაშენებთ გზას, რომ ჯავახეთი მოვავათ ქუთაისზე, ერთხელ სამუდამოდ ხოჭოს მოკლათ ასევე სეპარატისტული ყველანაირი მოძრაობები ამ ძალიან სტრატეგიულ რეგიონში. თბილისის ამხელა განვითარება, აღმოსავლეთ საქართველოს ამხელა განვითარება, გომბორის გზა ხელახლა გავაკეთეთ, გვირაბზე მუშაობდით თელავზე პირდაპირ. ტურისტული კომპლექსები აღმოსავლეთ სამხრეთ საქართველოში, სამხრეთ საქართველოს რატო განვითარეთ ახალციხე? არავის ხელი რო არ იფათურებია იმ რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია ყველანაირი ბალანსის დასაცავად ახალციხის განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია იმ რკინიგზა, რომელიც არის მართა გარღვევად ფანჯარა საქართველოს ევროპაში და გამზადებულია. დღეს რეალურად რა არის? აფხაზეთის რკინიგზა ხო, აფხაზეთის მიმართული გავლით რკინიგზა, საქართველოს რუსეთის რკინიგზა, რაც უნდა გადაიარღო არის უიმედოდ მოძველებული, სუპერ თანამედროვე რკინიგზა, გაშანშალებული, გამზადებული. ყველა ჩვენ მოკავშირესთან ძალიან მაგარი ურთიერთობა გარშემო დავალაგეთ. თუ ყველაფერი ეს გაგრძელდება. ნებისმიერმა პარტიამ გააკეთოს და მე პირადად როგორც ადამიანი ვიქნებ ძალიან ბედნიერი. თუ ყველაფერი ეს დაინგრევა, რა თქმა უნდა ეს გაუადვილებს იმას ყველას ვინც აკეთებდა თავრობაში მოსვლას. ვინც ამას აკეთებდა, იმას გაუადვილებს. იმიტომ რომ ხალხის მახსოვრობიდან რამდენი გრევის ასპექტებზე არ უნდა ილაპარაკო, ამ განვითარების ეტაპს ვერ ამოშლი. ეს არის ჩვენი ისტორიის ნაწილი. მთელი თავის უარყოფითებით, ცუდი რაღაცეებით, ბევრი უარყოფითი მომენტებით ახლა, მაგრამ წარმოუდგენელი წარმატებებით ასე. და მე მინდა რომ თუ ახალი მთავრობას ექნება ხოლმე წარმატებები და არ ექნება ისეთ ჩავარდნები, რა თქმა უნდა, მაშინ მას პრობლემა არ ექნება და იქნება შემდეგი 20 წელი. მაგრამ თუ ეს ყველაფერი უკან დატრიალა, თუ ეს ყველაფერი გაიყინა და გაჩერდა დაპაუზებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუ ეს ბათუმი ჩაბნელებული დარჩა და აღარ განვითარდა, თუ ეს ლაზიკის პორტი ჩაოლებრივ ძროხების საძროად გადაიქცა, როგორც ეს არის ეხლა, თუ ყველა ბევრი რაღაცა გაკეთა ვიღაცის ჟინაზე მხოლოდ, მაშინ რა თქმა უნდა ბუნებრივად დადგება ალტერნატივის პროსაკითხი. აი ეს არის პოლიტიკური დინამიკა. მე არაფერს საიდუმლოს არ გიყვებით. ყველა ეს მოხდება, ეს თუ იქნება, ეს ყველაფერი თუ კარგად თუ იქნება, თავრობას პრობლემა არ ექნება. მაგრამ ყველაფერი თუ ცუდად წავა და გაჩერდება, თავრობა თვითონ შექმნის თავისთავისთვის პრობლემას. და ამ დროს ქვეყანაში უნდა იყოს გაჯანსაღებული, განახლებული, ახალი სისხლით, ახალი იდეებით, ახალი ენერგიით გასუფთავებული
ალტერნატივა. აი ეს არის და ეს არის ჯანსაღი პოლიტიკური იმას ვწერნავით ხო რომ გავანადგუროთ რომ არასოდეს თავი არ წამოყო ვერ გაანადგურებთ არ არსებობს ეგეთი მეთოდები წერები კი არ არიან რომ ის დაასხა თავზე სპრეი მაინც იარსებებს ეს მაგრამ გააჩნია თავრობა იმას კი რომ ვიღაცა გაანადგუროს და თავრობა უნდა იყოს მაგარი არც უნდა შეინჩნიოს საერთოდ რო არსებობს ვიღაც სხვა. თვითონ იმუშაოს თავის პოზიტიურ პროგრამაზე. ეს არის ჩემი მოწოდება და მხოლოდ გამიხარდება თუ ამას განავითარებთ. 10-ჯერ მეც თუ გაუკეთებ ახლა 10-ჯერ მეც არ უნდა. 2-ჯერ მეტი გაუკეთეთ. 9-ვარჯერ მეტი გაუკეთეთ. გაუკეთეთ მეტი წინსვლა და აღარ იქნება ეს პრობლემა. რა არის აქ გაუგებარი? და თქვენ გონიათ მართლა რომ ესენე ვიღაცა თუ ქვას გაისვრის და ვიღაცა იქ ყარავს გაშლის, ამით შეეშინდება ვინმეს და სადმე არ ჩავალთ, არ გადავადგივდა. რა თქმა უნდა, ყველგან ჩავალთ და აი ამ პროვოკაციებს აღკვეთავ თუ ეს კაცი ივლის. ჩემი არსებობა ვიღაცის შეიძლება პროვოკაციაა. კი? მაგრამ ჩემთვის არავის არსებობა არ არის პროვოკაცია. ყველა ადამიანს აქ არსებობს უფლება. მათ შორის იმათ ვინც დღეს ჩვენებს ეგრეთ დაძდევდნენ. ყველა საქართველოს უბრალოდ ყველა ადამიანის მუშტის მოქნევის თავისუფლება თავდება იქ სადაც იწყება ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირი. ბატონო პრეზიდენტო დიახ რადიო კომერსანტი ელენე კერესელიძე ბოლო პერიოდში ხშირად ისმის საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან რომ ქვეყანა დგას საბიუჯეტო და ეკონომიკური კრიზისის წინაშე ასევე ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ამბობს რომ მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა თქვენს ერთ-ერთ კითხვაზე პასუხის დროს ახსენეთ რომ სულ უფრო და უფრო გიჭირთ მოიზიდოთ საერთაშორისო ბაზრიდან ინვესტორები რომლებიც ჩადებენ ფულს ადგილობრივ ბაზარზე ფიქრობთ თუ არა რომ ეს პროცესი და დღევანდელი ეს მდგომარეობა არის მხოლოდ ახალი მთავრობის კურსის გამომდინარე და ინაწილებთ თუ არა ამ პასუხისმგებლობას ну არ ვინაწილებ ამ პასუხისმგებლობას პირდაპირ მინდა გითხრათ იმიტომ რომ საქართველოს შევხედოთ ციფრებს საქართველოს ეკონომიკური და პირველი 4 წელი ჩემი მთავრობის იყო ორნიშნულად ციფრებზე მაღალი რაც იყო სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი 10.3 იყო თუ 10 საშუალოდ 10.4 და ბოლო 3 წელი ესე კრიზის შემდეგ პირველი წელი ხოდა პატარა ვარდნა მაგრამ არა 15 და 20% როგორც ჩვენ მეზობლებს 3% და შემდეგ ჩვენიც და იყო 6, 7 და საშანო ყოფილიყო 8%. სოფლიოში ყველაზე მაღალი თუ ორზე მეორე თუ მესამე ყველაზე მაღალი ციფრი უნდა ყოფილიყო. ამიტომ როცა 8%-ნა ჩამოდიხარ -1-ზე ნამდვილად ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გავიზიარებთ. ახლა რა ვქნა თავზე ნაცარი დავიყარე საკმარისად იმაზე რაც საკმარისზე მეტი მაქვს გასაზიარებელი პასუხისმგებლობის და იმას ვაღიარებ. ამაზე ვერ ვაღიარებ. მიმაჩნია რომ საქართველოს მიდიოდა ამ ხრივ სწრაფად რა თქმა უნდა ვიზიარებ პასუხისმგებლობას იმაზე რომ ეს სწრაფი განვითარება არა ისახა ასევე სწრაფად ჩვენი ოჯახების კეთილდღეობას ეს მართლა ასეა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი მოტოებულად გზობდა თავს ძალიან ბევრი ადამიანი იცოხოდა რომ ტელევიზიით ამას რო გვიყვებიან და გვაჩვენებენ ამ 200 მეტრიან შენობას ბათუმში მე ჩვენა ან ბათუმელი რო იღვიძებდა და კიდე ბარაკში რო ცხოვრობს და გამოიხედავდა ის რო აშენდა მე რა ჩემი რატო არ აშენდა ჯერ კიდე რა თქმა უნდა ეს ასეა მაგრამ მაკროეკონომიკური პარამეტრები იყო სწორი ამიტომ ერთადერთი გამოსავალი მაგრამ კიდევ ერთხელ ვიზიარებ პასუხისმგებლობას დღეს იმაზე რომ ერთად დავჯდეთ და ერთად ამოვქაჩოთ ერთად მოვაწყოთ საინვესტიციო კონფერენცია ეს შევთავაზეთ ერთად ვიაროთ მე ვივლი სიამოვნებით მინისტრებთან ერთად ჩემ ხალ გავაცნო ყველა იმ ნაცვლებს რომ მეთი ინვესტორებს ასეუბნებით ლევან ვარშავამდე მიიყვანეს და 6 საათ დაკითხეს რატო აშენებდა ერთლარად რატო აძლევდი მიწას რომ რაღაცა შეია იმიტომ აძლევდა რომ სხვანაირად არ აშენდებოდა ის სასწაულები რაც აშენდა ჩვენ ამის ფული ხო არ ყოდა ვიღაცამ ააშენა ხო ააშენა სახში ხო არ წაიღო ხო ფაქტია რომ რაღაცას მოხმარდა ეს და დღეს როცა იმ ინვესტორებს ვინც უკვე ააშენა ეუბნები მოიცა ერთლარად რატო გაქვს ნაყიდი მოდი აქ მოდი ერთი გადავხედოთ საქმეს და დაუწყეს კითხვების დასმა. როგორც კი ერთს დაუსვევ ეგრე კითხვას 100 სხვა აღარასოდეს აღარ გამოიხედავს შეთან. როცა შენ ჩადიხარ საერთაშორისო კონფერენციაზე და უყვები რომ სააკაშვილის რეიტინგები ყველაფერი ტყუილია, სააკაშვილის რეიტინგები კი არ არის საქართველოს რეიტინგები, საქართველოსი. დაივიწყეთ სააკაშვილი რო არსებობდა საერთოდ. საქართველოს საინვესტიციო რეიტინგებია, საქართველოს საინვესტიციო პერსპექტივებია. და სააკაშვილი თემას გაწიეთ გვერდზე საქართველოს ახლა თქვენია თქვენი მოსავლელია და პირიქით ააშენეთ ამაზე რაღაცა და საერთოდ პირდებით რომ არასოდეს აღარ ვიტყვი რომ ჩავროთ სააკაშვილის თავის მიღწევა თუ იშვილებენ ამ ჩვენ მიღწევებს მე ვიქნები პირველი ბედნიერი ადამიანი და დაუკრავ ტაშს არ შეიძლება ჯინაზე რაღაც კეთება
ეს არის ბოდიში. და მე კიდევ კაი ბოდიში. ტელეკომპანია კავკასია ლევან ქათამაძე. მოგესალმებით პირველ რიგში, ბატონ პრეზიდენტო, თქვენ სანდო გერგულიანი. მე ნინო ჯანკირაშვილს ველოდებოდი რა. ვერ მოახდინე. განმავლობაში გქონდა თქვენი საშუალება, რომ მოგესულიყავით კავკასიის ეთერში და გესაუბროთ თუ სამისურვილი. კავკასიის ეთერში იმდენი ვარ ნაბჯდა ჩემ პოლიტიკურ ხმობაში, რომ მე არა, უბრალოდ თქვენ შეგებოთ მაგრამ გამოგეხატათ. ყველა ჩვენ თქვენ ტელეკომპანიიდან გამოვედით, ხო იცით როგორც ის გოგოლის შირელის ამბავია. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ისაუბრეთ სანდო გერგულიანის საქმისთან დაკავშირებით და გარკვეულად წუხარება გამოთქვით, რომ იქ იყო რაღაცა შეცდომები, რომელიც გამოძიებას გაეპარა, ან შეიძლება არ იყო ბოლომდე გამოძიებული და მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამ ადამიანის წამებაში. თუმცა თქვენ არ განგიმარტავთ საზოგადოებისთვის თუ რატომ შეიწყალით სანდო გერგულიანის მკვლელები. რა სიტყვით ამაზე? იმიტომ რომ მე ფიქრობდი, რომ რაღაც ეტაპზე ეს თემა გახდა ზეპოლიტიზირებული. ეს თემა გახდა თავარი პოლიტიკური დროშა კონკრეტული პოლიტიკური მოძრაობისთვის და გავიდგაცდა ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოებს. ეს იყო მე ფიქრობ დესტრუქციული ქმედება ყველა მხრიდან. მე მიმაჩნია რომ ეს იყო დიდი ტრაგედია, ძალიან დიდი ტრაგედია. ეს ადამიანები ჩქარა იქნენ დაჭერილი, ვინც იყო დაჭერილი და რამდენიმე წელი იჯდნენ ციხეში და ეს იყო მაღალი რანგის ოფიცრები და იყო რამდენიმე რაღაც კომბინაცია იყო. ჯერ სამხედროების ამნისტია იყო, რაც უკავშირდებოდა 2008 წლის ომს და მეორე საერთოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზეპოლიტიკური თემა გახდა. ამიტომ არ შეიძლება კრიმინალური თემების პოლიტიზირება, ამიტომ ვიყავი წინააღმდეგი ამ პოლიტპატიმრების თემის ხალხო. აქ კონკრეტულად გავიხილოთ ყველა თემა კონკრეტულად. არის კონკრეტული კრიმინალი ჩადენილი, კონკრეტული ადამიანი დაჭრილი, მოკლული, გაუბედურებული, მოტყუებული, ხო, ვიღაცა თაღლითობის მუხლით იჯდა ვიღაცა კიდე რაღაც, ხო? განვიხილოთ, რატო ვაკეთებთ ამის პოლიტიზირებას? პოლიტიზირება ასეთი თემების აზარალებს ყველას. მით უმეტეს პოლიტიკაში ჩართო ამ ტიპაჟების. ეს არის სრული კატასტროფა საერთოდ. დღეს რა ჩვენ ვიხილეთ, ეხლა ეს არის ამიტომ ჩვენც ჩვენი გაკვეთილი ვისწავლეთ. გერგულიანის თემა მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა არის პირადად აი იმ ბოლო 8 წელიწადს და ჭვირად ჩემთვისაც არის, იმიტომ კი არა რომ მე მონაწილე მაქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ დროს ვიყავი პრეზიდენტი და რა თქმა უნდა როგორც პრეზიდენტი ვიზიარებ პასუხისმგებლობას ასეთ რაღაცეებზე. თუ გრამე ახალას აღმოაჩენს ძალიან მიკერძოებული გამოძიება, რომ უნდა რამის აღმოჩენა, მხოლოდ მივესალმე ოღონდ ეს ნამდვილად უნდა იყოს და არა თითქოს გამოწვეული. მაგრამ კიდევ ერთხელ მეორებ. აღმოჩენილი ხლა ხალხი პასუხისგებაში იქნა, გასამართლებული იქნა. მე თვითონ ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა აღმოჩნდა ესეთ სიტუაციაში, როცა სახსალამათი ადამიანი გამოდის სახში, მიდის გასართობად, სადაც რესტორანში და ვერ პოლობე რამდენიმე დღის შეგვდარს. ძალიან მძიმე თემა არის, მაგრამ სახელმწიფო აპარატი, სახელმწიფო მანქანა მაშინაც იმუშავა. შეიქმნა სახელმწიფო 90-იან წლებში იყო ბევრად რაოდენობრივად დიდი შემთხვევები, რომელიც საერთოდ არ იმუშავა არანაირმა სახელმწიფო მანქანა. თქვენ გახსოვთ, ჯიქია რო დახვრიტეს სუქთიდის ცენტრში. და ეგეთი რამდენი დახვრიტეს, რამდენი გაუბედურეს, რამდენი განადგურეს, ეგეთ მელორ ტყეშელაშვილის ძღოლი პარლამენტის წევრის. დაუწყეს ცემა თავისუფლების მოედანზე, დღის სინათლეზე, ჩამოიყვანეს რიყეზე და ცემით მოკლეს. პოლიციის თანამშრომლებად. წიხლებით, ხელებით მოკლეს ვინმე მაგ პასუხი. ბევრი პოლიციელი ხა დამბრუნდა სახელმწიფო სამსახურში. და ეს მე რაც ვიცი, მარტო მე რაღაც მახსენდება და ესეთი რამდენი იყო. და ამიტომ ეს არ არის პოლიტიკური ნიშნის მოგების თემები. მოხდა, გამოვიძიეთ, იმუშავა სახელმწიფო მანქანა, არასაკმარისად იმუშავა, ვიიღებ ამ ვალდებულებას. არ დროზე ადრე შევიწყალეთ თუ ამნისტიამ დროზე არ გამოვშვა, შეიძლება ეს პასუხისგებლობაც გავიზიაროთ. მაგრამ თქვათ რომ, ყველაფერზე როცა იძახი რომ ეს გაკეთა, ამაზე ყველაფერზე პასუხია. თქვენ მკვლელებო. ამას ნამდვილად არ მივიღებთ. იმიტომ რომ სახელმწიფო აპარატი შედგება ძალიან ბევრი, ძალიან წესიერი, ძალიან ნორმალური, ძალიან სუფთა ხელებით. ადამიანს რომელიც ბუსს არ ააფრენს. და რომელიც ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ყველამ დააფასოს მათი ღვაწლი იმაში, რაც შექმნეს. და პასუხისმგებლობა დაიყოს ჩემი და სხვების, ვინც ხელმძღვანელობთ. კარგი, მე ვფიქრობ, შეიძლება ერთი კითხვა დაისვას უკვე უბრალოდ უხერხულია, იმიტომ რომ ეს აი, რა ვიცი. გთხოვთ. პრეზიდენტო.
გურიანიუსი მომისხია აი გურიანიუსი მინდოდა პირველ რიგში. ბატონო პრეზიდენტო, თუ შეგიძლიათ გითხრათ თქვენი ასე ვთქვათ, სად იყავით მტყუანი და დღეს სინდისის ქეჯნას თუ განიცდით ამასთან დაკავშირებით, თქვენს გადაწყვეტილებები. სინდისის ქეჯნას მე განვიცდი ყოველ საღამოს პრაქტიკულად, მინდა გულწრფელად გითხრათ, მართლა უყოთ არ ხუმრობ. საერთოდ ყველა ადამიანი აქ განსაკუთრებით მოქმედი თანამდებობის პირი თუ ყოველ საღამოს მაინც არ ჩაუფიქდება რა გააკეთა იმ დღეს ცუდი და არ გაბრაზდება საკუთარ თავზე ცოტათი მაინც. და იქნება თვითკმაყოფილი და იტყვის რომ რა მაგარი კაცი ვარ ან ქალი. რა განსაკუთრებული რა მშვენიერი ვარ, სარკეში ჩავიხედავ და თავს მოვიწორებ, წასულია საქმე. იმისეც და ქვეყნისაც თუ რა ორგანიზაციას რომელიც ხელმძღვანელობს რა მნიშვნელობა. ასე რომ, ბოდიში, რა თქმა უნდა, ეს ასეა. თქვენ გინდათ ამ კითხვა გძელება? კი ბატონო. ბოლო კითხვა თქვით, მაგრამ შეიძლება რომ დავსახო. არა, დასვით მე კი ბატონო. ანი ბერუკაშვილი ინტერნეტ გამოცემა net-gazeti თუ შეიძლება ორ შეკითხვას დაგისვამთ. პირველი მაინტერესებს თუ არსებობს შანსი და თუ აპირებთ გამოიყენოთ როგორც თქვენი ეფემერული უფლება დაითხოვოთ პარლამენტი და მთავრობა და მეორე მინდა შევეხო მედიის თემას. დღეს თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ რომ მზად ხართ უპასუხოთ ნებისმიერი განწყობის მედიის შეკითხვებს. განვლილი წლების განმავლობაში რატომ არიდებდით თავს მედიასთან შეხვედრას? დღეს რამდენიმე ჟურნალისტი არ მოვიდა აქ იმის გამო, რომ პროტესტი გამოთქვეს, ასე ვთქვათ, რომ 9 წლის განმავლობაში თქვენ არ კონტაქტობდით მედიასთან. აი, მეგონი ეხა პროტესტის გამოთქვის ფორმა მოსული იყო, ნახდა დაეხურებია ჩემთვის, თავზე ყველაფერი, რა პრობლემაა. მაგისთვის ვიწევით, რომ გამოეთქვათ, პირდაპირ სახეში ეთქვათ თავის გულისწყრომა, 9 წელი რა დაუბრუნდა თუ გაბრაზება თუ ბოღმა თუ სამართლიანი ჯავრი, ყველაფერი პირდაპირ გამოეთქვათ. რა პრობლემაა? ეს ერთი. თუ რაღაცა არასწორად გავაკეთე, ბოდიში გიხდით, ნამდვილად შეიძლება სხვანაირად უნდა გამეკეთები, არ ვიცი. net-gazeti ახალი პროდუქტია, იმიტომ რომ ინტერნეტ მეც დიდი მომხმარებელი ვარ ინტერნეტ სხვადასხვა საიტების და ამიტომ რა თქმა უნდა ხანდახან თქვენთანაც შემოვდივართ ხოლმე და ვეცნობით ყველაფერს. მაგრამ რაც შეეხება ამიტომ მინდა გითხრათ, რადგან გახსნილი ვართ ყველა ამისთვის, არაფერი არ არსებობს არც ერთი კითხვა, რომელზეც ჩვენ პასუხისგაცემის გვეშინოდეს. შეიძლება რაღაცებზე არ გქონდეს პასუხი, ესეც უნდა მოგვიტევოთ, მაგრამ შემდეგ ჯერზე უკეთესად შეიძლება მომიზადო გქონდეს, მაგრამ რაც შეეხება ამ კონკრეტულ უფლების გამოყენებას. კიდევ ერთხელ ვარ. არჩევნებიდან 3-4 თვეში, თუ 5 თვეში, თუ 6 თვეში, თუ 7 თვეში. ახალ მოსულ მთავრობას, რომელიც მოვიდა დიდი დობის მანდატით. ხელოვნურად შეუწყვიტოთ რაღაც უფლებამოსილება, თუ რაღაც მართლა საოცრება არ მოხდა, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა და იმედი არ მოხდება ამ თვეებში. ამის ვერანაირ აუცილებლობას ვერ ხედავ და ეს კიდევ ერთხელ ბევრჯერ ვთქვი, რომ ამას არ გავაკეთებ. ეს იქნებოდა პოლიტიკურად არასწორი, გაუთვლელი ქვეყნისთვის ძიმე და არაპროგნოზირებადი შედეგების ნაბიჯი ამ ვითარებაში. ამიტომ ეს არის ჩემი პასუხი. ეს თემა არ დგას და ამაზე არ არის კამათი პარლამენტში. ამაზე ჩვენ ხელს ვწევთ, რომ კი ბატონო. წაიღეთ ეს. თავად კიდევ ერთხელ მეორე. თელი კამათი მიდის რამდენიმე საკითხი. ნუ ერთ-ერთი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია არ მესმის, რატო არ ვაფიქსირებთ. იმ გარემოებაში, როცა 2015 წელს რუსეთი ხმის ევრაზიულ კავშირს და უნდა ჩვენი გადაწყვეტილი აქვს ჩვენი იქ შეყვალა და ის კი არა იძახიან რომ გადაწყვეტილი საკითხი ერთმანეთში ასე ლაპარაკობენ. მაგრამ თავარი ვეუბნებით რომ თუ თქვენ ქუთაისიდან პარლამენტს გადმოტანა აღარ გინდათ, თუ თქვენ არ გინდათ, თუ თქვენ აღარ აპირებთ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს გაუქმებას, მაშინ აუწიოთ კვორუმის 3/4 წელი, ეს არის გარანტია. იმიტომ რომ 112-113 ხმა და ახლა ამდენი პროკურორი და ამდენი გაუმძიებელი უბრალოდ არ ეყოფა, რომ კიდე ამდენ დეპუტატი დააშანტაჟოთ. რაც თავი არანომა მე რატო უნდა ლაპარაკობდი 21 საუკუნეში ევროპულობაზე ყოველ პრეტენზიას ქვეყანაში იმაზე რომ წელს ამ კვირაში რამდენი დეპუტატი მიაშანტაჟეს და რამდენს ამოუგრეს ხელი და ლამეს ტელევიზიით გვიყვებიან ამას, კაცო. თქვენ შვილების მომავალზე, ხო? კარგი. ამიტომ ვიძახით რომ თუ მხოლოდ ეს არის საკითხი ისა, ვეუბნებით რომ არ ვაპირებ, ხელს აუწევთ, დაანებეთ ქუთაისში პარლამენტს თავი იყოს იქ. და მეორე, დაანებეთ თავი პრეზიდენტის ინსტიტუტის პირდაპირ არჩევითობას. შეუცილოთ უფლები ყველაფერი, მაგრამ პირდაპირ აირჩიოს ხალხმა, რომ იყოს ამ ქვეყანაში შემაკავებელი ბერკეტები იმ პირობებში, როცა მთავრობა შეიძლება უხეშ შეცდომები დაუშვას, ან ეროვნულ უსაფრთხოების შეიძლება დიდი პრობლემები შეიქმნას.
ჩვენ ვართ ბევრი უსაფრთხოების რისკის გარემოებებში მოქმედი ქვეყანა. და ჭირდება პირდაპირ არჩეული სერიოზული ლეგიტიმურობის მქონე პრეზიდენტი. სხვა თუ არაფერი პრეზიდენტის პირდაპირ არჩევა რატოა იცით კარგი? ხალხმა ხო ისწავლა რომ არჩევნებზე მთავრობა ცდილობს რომ დამატებით რაღაცა გაუკეთოს ხალხს. კიდე ამისთვისაც არის თუნდაც დამატებით სარგებლის მისაღებად. ეს რატო უნდა წაართო ხალხს ამიხსენეთ. ამაზეა დავა. და არა უფლებები. დეკლარატიულად მიცემენ და ფორმალურადაც ვაძლევთ. მაგრამ დაანებეთ თავის საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩვენი მეშვეობით წაიგეთ ეს უფლებები, ოღონდ მერე ყველაფერ დანარჩენზე თქვით უარი. აი ეს არის კამათის არსი. ჩვენ ამის ნაცვლად გეუბნებია რომ ქუჩაში არიანოთ, თქვენი ქუჩაში გამოსვლა პროვოკაცია, თქვი რომ სამეგრელოში ჩამოვა, სამეგრელოში დაიწყეს ამ ჯგუფების შექმნა. ქუთაისში თქვენ ნახეთ რა ჯგუფები შეიქმნა. თბილისში ეს ჯგუფები შეიქმნა. ეს რა მეთოდებია? მთავრობა რომელიც აწყობს და მთავრობა აწყობს, მოდი თავს მოვიტყუებთ, რომელიც უწყობს მიტინგებს ოპოზიციას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში დღეს ოპოზიცია გაილახა, ხო იქ? ეს მთავრობა თქვენ ძლიერია, რომელსაც შეუძლია ვიღაც ციხიდან გამოშვებ კრიმინალის ხელით, როცა პოლიციაში ჯიბეებში ხელები აქვს ჩაწყობილი და მორცხვად იღიმება, რაც მე ტელევიზორში ვნახე, არაფერს არ ვიგონებ. ჩიორა თაქთაქიშვილი დააზიანოს, ანუ ვიღაც სხვას რაღაცა კიდევ. ეს არ არის 21 საუკუნის ევროპულობაზე, პრეტენზიულ და ცივილიზებულობაზე მქონე ქვეყნის პოლიტიკური რეალობის რაიმე სახის ნორმალური განვითარების საფუძველი არ შეიძლება იყოს. ამიტომ სანამ დრო არ არის, გვიან არ არის. ყველანი უნდა პაუზა ავიღოთ და გავჩერდეთ. დავაპაუზოთ რა. და გავჩერდეთ და მივხვდეთ საითკენ მივდივართ. ეს გვინდა ჩვენი შვილების, ეს გვინდა ჩვენი თავისთვის თუნდაც. ისე ვიქ უნდა დავბრუნდეთ, საიდანაც აღარა ვართ. არც ერთი ჩვენ უკვე ვინც ვიყავით იქ. ზედმეტად ახალგაზრდები რო გვინდოდეს წასვლა, ან მაშინაც არ მოგწონდა და ახალგაზრდებს ნამდვილად არ უსურვებ იყოფნას. და ჩვენ შვილებს ნამდვილად არ უსურვებ რომ დავიწყოთ იქ, სადაც ჩვენ დავიწყეთ, ან ჩვენზე ცოტა უფრო ახალგაზრდება 90-იანების დასაწყისში. ნამდვილად არ უსურვებ ამას არავის. ისევ იმ ეპოქაში, სიბნელის, სიცივის, როცა უნდა დაგეხურა საბანი და იმიტომ რომ ტურბო მე რო ჩართული რო ქონდა, ტურბო ჩვენ პრივილეგირებული ვიყავით, სანდრა წითელძვაში მუშაობდა, ხელფასი ჰქონდა და $600 და ამიტომ ტურბო შეიძლება გვაყენო. ტურბოს რო ჩართავდი, მე თავის თითიშებოდა, ხო, ამე ყოლყოფინდა და მაინც ბევრი საბანი უნდა გეხურა, იმიტომ რომ დილის 5 საათიდან სხვანაირად ხილვა გაგაგვიწევდა. ხო, გახსოვს ეს როგორ იყო? მთელი თაობა გაიზარდა სანთრის შუქზე სწავლობდნენ მათ. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, ყველაფერს აქვს ფასი. როცა ვიძახი რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი წარსული. წარსულს აქვს კონკრეტული ტურბოების, ატმორების, უბედურების, სიბნელის, ყველაფრის გამოხატულება, პურისრიგების, კორუფციის, კრიმინალის. მე კარგად მახსოვს, ბოლო ისტორიას მოგიყვებით უბრალოდ და ძალიან გაგვიწევდა. ვიყავით მახსოვს ამერიკაში რომ დავბრუნდით, პირველი ვიღაც კრიმინალების ბრიგადა იყო ერთი და აი სარდაფები, კორპუსში რო გაქვს სარდაფები, აი სუბტა ეს ბანდა მოვიდა, ყველას დაუნგრია სარდაფები, მთელი ნივთები გამოვყარა გარეთ, ჩემ ბავშვების ველოსიპედები, რაღაც ხვეას ვიღაც ნივთები, როგორც ბოცა ხოდა ღვინოში რაღაც, ღვინოში ბოცაში, ყველაფერი გამოვყარეს გარეთ და დაიწყეს კეთება იქ საუნების და საპარიკმახეროების. მე აღშფოთი, ყველავე ხმას ვერ იღებს, ყაჩაღები არიან ბანდიტები. მივედი პოლიციის განყოფილებაში. დეპუტატი ვარ თან კომიტეტის თავმჯდომარე იურიდიულის. დიდხანს მიყურებდნენ ჭუჭრუდანაში, რო გარებ გაეღო. შევედი, ნახე პოლიციის განყოფილების უფროსი, რომელიც სხვა შორს ეხა პოლიციაში დაბრუნდა ძალიან მაღალ თანამდებობაზე. და პირველ რაც მითხრა, აი მე ვარ თქვენი კოლეგა, მითხრა მეც იურისტი ვარ, ბალა. აი ესეთ სიტუაცია კრიმინალები შემოიჭრა, მთელი ქონება გაგვინადგურეს, არავინ არაფერს არ როგორმე საერთოდ უნდა მოვანახოთ მათთან. გაგებით მოეკიდეთ, ხო? ხო. და იმავე საღამოს დამირეკა
და წამიყვანაც რესტორანში, რესტორნები თბილისში შეიძლება ცოტა იყო, მაგრამ ერთ-ერთი ამ კრიმინალის რესტორანი იყო. არ არის დასამალი ემზარ კვიციანის. ემზარ კვიციანის ჯგუფი იყო. ემზარ კვიციანთან და კანონიერი ქურდები იქ იყვნენ. ვიღაც სუფრაზე და გაგვირჩიეს საქმე, გაგვირჩიეს პოლიციელმა მიმიყვანა. და ბოლოს ვითხრას რომ აი შენი ხათრით ყველა შენ მეზობას და შენ ჯერ მეთქვა შენ მოგცეთ ფულს მე ვთხარ მე ჩემ ფული არ მეტი ყველას ვისაც დაუნგრიეთ ყველას მიცეთ $1000 უდათ დავარტყათ ხელიო და აწივი მეგობროთ სამართლიანო აღდგა ნაცნობობით იქ უნდა დაგვებრუნება ჩვენი ეს კაცი მოვიდა ეხლა და ისე პოლიციაში კვიციანი ბრუნდება პოლიტდევნილია. ჩამოვიდა უკვე. მომილოცავს. თუ გზაშია. ამ ხელა ქონება დაგროვდა. წარმოგიდგენ, მაშინ წასაღები იყო ჩვენი სარდაფები და რაღაცა უბედურებები, ხო? ეხლა რა ხელა ქონებაა დაგროვილი. გასაკეთებელი კიდევ ბევრია რო იყო ჩვენი ლოზუნგი ერთ-ერთი. მოსაპარი რამდენია და რამდენ. კიდევ ბევრია კი არა, აურაცხელია. არ გვინდა ამიტომ ყველამ დაწყნარდეს და ცივილიზებულად ვიცხოვროთ მართლა არ გვინდა არეულობა ძალიან გთხოვთ და ქაოსი არ არის ეს მართვის მეთოდები ყველა ვინც იწყებს მართვას არეულობას და ქაოსი ძალიან ჩქარა ავთარებს და ცუდად და არ მინდა უსურვო ეს ჩვენ თავრობას